ფუნდამენტური მეცნიერება, ну, კერძოდ ფუნდამენტური ფიზიკა. ის განვითარებასთან მაგალითად უფრო ახლოს დგას რა. რომელიც შეიძლება პრაქტიკაში, ну, უშუალოდ რაღაც პრაქტიკული ამოცანიდან გამომდინარე, კითხვებს სენს პასუხს. ფუნდამენტური არის ის, რასაც ერთი შეხედვით პირდაპირ გამოსავალი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიებზე არ არის. მაგრამ ეს ილუზია, სინამდვილეში ფუნდამენტურ მეცნიერებას ასევე ძალიან დიდი გამოსავალი აქვს ტექნოლოგიაზე და ბევრი, ну, ნებისმიერ რამე რაც გინდა დაიღებთ, რა ვიცი, ამ ოთახში რაც არის, რამდენი შუქს ჩართავთ, ის ელექტრობა და მაგნეტიზმი, როდესაც ხალხი ამაზე ცდებს აკეთებდა თავიდან, მაშინ ფუნდამენტური მეცნიერება იყო, დღეს წარმოუდგენელი, ხო? მაგის გარეშე არსებობს. საერთოდ ფიზიკას რაც შეეხება, ფიზიკას აქვს ძალიან საინტერესო თვისებები, როგორც დისციპლინას. ეს არის დისციპლინა, რომელიც იმის და მიუხედავად გაინტერესებთ თქვენ ფუნდამენტური მეცნიერება თუ არა, ეს არის დისციპლინა, რომელიც ამვითარებს ერთდროულად. ну, ჯერ რა თქმა უნდა ამვითარებს ლოგიკას. ასევე ანალიზურ აზროვნების უნარს. ამას გარდა ამვითარებს იმის უნარს, რომ ადამიანმა გამოყოს ამადური მოვლენიდან, რომელსაც თქვენ აანალიზებთ. აუცილებელი არის ფიზიკური მოვლენა იყოს. გამოყოს ის რაც თავარია და დეტალებს არ გამოიკიდოს. და კიდევ საშუალებას გაძლევთ ესეთი განევითაროთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების უნარი, რომ ეს გამოიცნოთ. და ამავე დროს ამვითარებს მოდელირების უნარს. ანუ ფაქტობრივად რაიმე მოვლენა შეგიძლიათ რაღაც მოდელირება გაუკეთოთ, იმ ძირითადიც რაც მნიშვნელოვანია მოვლენისთვის და ეს მეორეხარისხოვანი გადააგდოთ. მე მაგალითად არ ვიცი სხვა დისციპლინა დღესდღეობით არსებული, რომელსაც ყველა ეს თვისება აქვს ერთად. ну, აქედან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად ფიზიკა არის ხომე შერჩევის კრიტერიუმი. იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მე ფიზიკაში მაინც არ მოღვაწეობენ, შეიძლება ექიმების იმ ადამიანის სამედიცინო განათლება უნდა მიიღონ და ასე შემდეგ. ну, ეს თვისებები ფიზიკას უდავოდ გააჩნია და ну, მათი გამოყენება ყოველთვის სასურველია. არ ვიცი, შეიძლება მომავალში შეიქმნას ესეთი სპეციალურად უბრალოდ დისციპლინა, რომელიც რაღაც ამ თვისებების გაამახვილებდა ადამიანში, მაგრამ ну, ასე თქვა ფიზიკა არ იქნება. ჯერჯერობით მე არ ვიცი სხვა ანალოგი. ეხლა საერთოდ ფუნდამენტური ფიზიკა, რაც შეეხება ფუნდამენტურ ფიზიკას, ეს არის მეცნიერება, რომელიც ცდილობს გაიგოს სამყაროს აგებულება, პირველსაწყისი, ისტორია, წარსული, მომავალი და ну, რა თქმა უნდა, აწმყო. შესაბამისად, ესეთ ისტორიას რო გადახედოთ აი ფუნდამენტური ფიზიკის, ანუ ფიზიკის რა. რა თქმა უნდა, ეს გადაჯაჭვულია კაცობრიობის მეცნიერული აზრის განვითარების ისტორიასთან. ეს ზოგიერთ მომენტებში ვერც განაცალკევი. იმიტომ რომ ჩვენი ისტორია რა არის, ხო? ეს არის ცდა რომ სამყაროს შევიმეცნოთ. ანუ სულ რა სადღაც ვაფართოვებთ იმ მასშტაბებს, რომლის ჩვენი აზროვნებისთვის მისაწვდომია. რა თქმა უნდა, ამაში ჩართულია ზოგადად მეცნიერული აზრი, ხო? ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ასე შემდეგ. მაგრამ კერძო ფიზიკას რაც შეეხება, ეს არის ასე ვთქვათ,
ცდილობა რომ გავაფართოვოთ, ესე იგი, ჩვენი დიაპაზონი სხვადასხვა მასშტაბებზე. ანუ გავიგოთ სამყაროს აზრი, პირველსაწყისი, აგებულება, სტრუქტურა და ის კანონები, რომელსაც ის ემორჩილება, სხვადასხვა მანძილებზე. ეხლა მაგალითად საერთოდ ეგრეა, მარტო ფიზიკაში კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ სულ გამუდმებით ადამიანები, ხო? რაღაც ამოცანას ხსნით. რაღაც გადაწყვეტილებას ვღებულობთ, ხო? ზოგიერთი გადაწყვეტილება ავტომატიზმამდეა დასული, იმდენად კარგად იცის უკვე ჩვენმა ორგანიზმმა. ზოგიერთ გადაწყვეტილებას აზროვნება ჭირდება, ხო? სპეციალურად კონცენტრაცია. ეხლა მაგალითად და ეს მასშტაბებიც, რომელზეც ჩვენ ამ ამოცანებს ვხსნით, ასევე იცვლება, ხო? თქვენ მაგალითად, როდესაც აი გეგმავთ სადღაც წასვლას, გავუშვით გაფრენას, ხო? ჩვენ ვერც კი ვხვდებით ისე, ვაკეთებთ აი ამ პროცესის, როდესაც ამას ვიაზრებთ, ხო? იდეალიზაციას და რაღაცების მეორე ხარისხოვნების უკუგდებას და რაღაცა ამ ეს თვითონ ეს პროცესი და ეს ამოცანა დაგყავს ყველაზე ბაზისურ მომენტამდე. აი მაგალითად არ ვიცი. ვთქვათ, აქედან გინდათ წასვლა ქუთაისში, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი თავის მგზავრობაზე ფიქრობს აქედან ქუთაისში, თავის თავს აღიქვავს როგორც წერტილს, რომელიც ერთი წერტილი და მეორეში მიდის. ახლა არც თბილისია წერტილი, არც ქუთაისი, მანქანაც არ არის წერტილი დაუშვათ, ხო? მაგრამ ამ დროს თქვენ მოდელირებას უკეთებთ სიტუაციას. და იმის მიხედვით რა მასშტაბებზე გაქვთ ლაპარაკი, ხო? ასევე ფიზიკაში ზუსტად. იმის მიხედვით რა ამოცანას ვსვავთ და რა მასშტაბებზე ლაპარაკობთ, ხო? ჩვენ სხვადასხვა მიდგომა გვაქვს. ამას ხანდახან ვეძახით ეგრეთ წოდებული ეფექტური თეორიის მიდგომა და ეფექტურ ველის თეორიასაც ვეძახით. ანუ აი უხეშად ვთქვათ, აი რას ნიშნავს? მაგალითად ბუნებას აქ ესე თვისება, რომ თუ თქვენ გაინტერესებთ რაღაცა მოვლენის შესწავლა, რაღაც გარკვეულ მასშტაბებზე, ხო? აი მაგალითად გაინტერესებთ ოკეანეში ტალღები, როგორ ვრცელდება, ხო? თქვენ შეგიძლიათ მთელი ეს ჩვენი იგნორანტობა, ჩვენი უცოდინრობა, კანონების უფრო პატარა მასშტაბებზე უგულებელყოთ. და მთელი ეს ჩვენი იგნორანტობა, აი ამ იმისი, რომ არ გვესმის უფრო პატარა მასშტაბებზე ბუნების კანონები, აიჯამება ერთ ან ორ პარამეტრში, რომელსაც მე ჩვენ უბრალოდ გავზომავთ და ვიყენებთ. აი მაგალითად, ახლა მე თუ მინდა რომ დავუშვათ ტალღების გავრცელება შევისწავლო ოკეანეში, ხო? რა მჭირდება მე? ძალიან მჭირდება ტალღური განტოლება, რასაც ეს ტალღები აკმაყოფილებს. და ნუ რაღაცა მონაცემები წყლის შესახებ, მაგალითად, დავუშვათ სიბლანტე. ხო? და ამ ამოცანას ამოვხსნით. ამ ამოცანას ჩვენი ძმები ხსნიდნენ იმის და მიუხედავად რომ არ იცოდნენ ატომური ფიზიკა, ხო? არ იცოდნენ კვარკები და ლეპტონების არსებობა, ელემენტარული ნაწილაკების, ხო? ძალიან კარგად ართმევდნენ თავს ზღვაში მოგზაურობას. მეორე მხრივ, ახლა შეიძლება დაფიქრდე, ხო? თქვა, კი, მაგრამ რანაირად? ოკეანე შედგება ტალღებისგან, ხო, ტალღები არიან ოკეანეში, მაგრამ ოკეანე შედგება წყლისგან. წყალი შედგება თავის მხრივ მოლეკულებისგან და ატომებისგან. ეს ატომები შედგება ატომბირთვებისგან და ელექტრონების გარშემო. ბირთვები შედგება პროტონი, ნეიტრონისგან, ისინი კიდე ელემენტარული ნაწილაკებისგან, კვარკებისგან, ლეპტონებისგან და ასე შემდეგ. რანაირად არის ეს, რომ ჩვენ ვახერხებთ არსებობას და ამოცანის ამოხსნას შორმანძილებზე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით წარმოდგენა არ გვაქვს დაუშვათ კვარკების და ლეპტონების ფიზიკის შესახებ. ესეა, იმიტომ რომ ბუნება ესე მოწყობილი. ბუნება რომ ესე არ ყოფილიყო მოწყობილი, ბუნების შემეცნება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა. იმისათვის რომ ჩვენ ტალღების მოძრაობა გაგვეგო, ამისათვის საჭირო რომ იყოს რომ კვარკული მოდელის და კიდე იმის უფრო მიღმა ცოდნა, ხო? ნუ კაცობრიობა გამოვალ მდგომარეობაში იქნებოდა. საერთოდ ვერ გავიგებდით ჩვენ გარშემო რა ხდება. ბუნებას აქ ეს თვისება. არ ვიცი ეს თვისება იმიტომ არის რომ ჩვენ ადვილად შევძლოთ შედარებით მისი შემეცნება, თუ უბრალოდ სხვანაირ ბუნებაში არსებობა შეუძლებელია, ეგ არ ვიცი. მაგ ფილოსოფოსს საკითხებში თავის თუ კითხვები იქნება, შეგვიძლია ჩავორმავდეთ. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არის ის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ბუნებას შევიმეცნოთ. ანუ ყოველთვის ესეა, რომ რაღაცა მოვლენა თუ გაინტერესებს დიდ მასშტაბებზე, აი პატარა მასშტაბების სტრუქტურა
ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, მცირე სტრუქტურა შეგიძლია ყოველთვის უგულებელყო და ეს ყველაფერი აიჯამება ერთ თუ ორ რაღაც ეფექტურ პარამეტრში. მაგალითად, ეხლა დავუშვათ კიდე მეორე მაგალითს მოვყვანო, მე გადავიდეთ კითხვებზე. დავუშვათ კეპლერი, როდესაც სწავლობდა, დავუშვათ პლანეტის მოძრაობას მზის გარშემო, ხო? კიდევ იგი ისეთი მომენტია. იმის გამო, რომ ბუნებას აგესთვის, რომ თქვენ შეგიძლიათ თუ გაინტერესებთ ამოცანა, რომ ამოხსნათ ეს ამოცანა მანძილებზე, რომელიც არის დედამიწის ორბიტის ხელა, უგულებელყოთ დედამიწის ყველა სხვა მახასიათებელი და ერთ რაღაცაში აიჯამება, მასაში, მეტი არაფერი. გჭირდება დედამიწას წარმოიდგინოთ როგორც წერტილს, მზეს წარმოიდგინოთ როგორც წერტილს, ორი მახასიათებელი არის დედამიწის მასა და მზის მასა. და ყველა ეს პლანეტა, რომელსაც ერთ და იგივე ასეთი მახასიათებელი გაქვს, ერთ და იგივე კანონებს ემორჩილება. ეს მაგალითად ესეთი მაგალითი. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ახალი მასშტაბები გავხსნათ და სამყარო გავიაზროთ ამ მცირე მასშტაბებზე. ამას გარდა კიდე გამოიკვეთა რაღაც ახალი თვისობრივი ახალი ცნებები, ის რომ რაღაცნაირად არსებობს კავშირი ყველაზე მცირეს და ყველაზე დიდ შორის. მაგალითად ეს კავშირი ძირითადად კოსმოლოგიამ გახსნა. ანუ ფაქტობრივად კოსმოლოგიამ გახადა მნიშვნელოვანი. თორე ის რა თქმა უნდა კავშირით ყოველთვის არსებობდა, როგორც კანონი. მაგალითად დღეს ჩვენი ხილული ნაწილი სამყაროს, რომელსაც ჩვენ უყურებთ და ვაკვირდებით, არის დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წელიწადი. ესე იგი, სინათლის სხივმა უნდა იაროს 13 მილიარდი წელი, რომ აი სინათლე, რასაც ჩვენ დღეს ჩვენი ტელესკოპები ხედავთ, ყველაზე შორეული სინათლე. მაგალითად, რასაც ხაბლის ტელესკოპი ხედავს. ჩვენამდე მოდიოდა 13 მილიარდი წელი. იმის იქით რა არის, არ ვიცით. რატო? იმიტომ რომ უბრალოდ რატო არის რომ არ ვიცით? ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ სინათლის სიჩქარე სასრულია და ამავე დროს მიზეზის გამო რომ სამყაროს ასაკით სასრულია. სამყაროს რო არსება უსასრულოდ დიდხანს და ესეთ სტაციონარულ მდგომარეობაში. მაშინ უსასრულოდ რო ექნებოდა ნებისმიერი შორეული წერტილი და სინათლეს ჩვენამდე მოეღწია და გვექნებოდა სურათი, მაგრამ იმის გამო რომ სამყაროს სასრული ასაკი აქვს და იმის გამო რომ სინათლის სიჩქარე სასრულია, ჩვენ ვართ შემოსაზღვრული ეგრეთ წოდებული კოსმოლოგიური ჰორიზონტით. ეხლა უკან რო გადავახვიო მე სამყაროს ევოლუცია დღევანდელი და სამყარო ფართოვდება. ხო უკან რო გადავახვიო როგორც ფილმი. ნუ მივიღებ სიტუაცია, როდესაც სამყაროში თვითონ მასშტაბები იყო პატარა და ხილული ჰორიზონტიც იყო კიდევ უფრო პატარა. ნუ დაახლოებით შეგვიძლია ჩავიდეთ ესეთ მასშტაბამდე, ზღვრული. არის დაახლოებით სადღაც დღეს სანტიმეტრებში რო გადავიყვანო, სამყაროს ზომა არის 10 ხარისხად 28 სანტიმეტრი და უკან რო გადმოვახვიო და წავიდე, აი სადამდე შემიძლია დავიდე, რა იყო ხილული ჰორიზონტის ზომა, რომელამდე შემიძლია გავყვე იმ კანონებს, რომელიც დღეს ვიცით და რომელიც ისე რომ არ შეეწინააღმდეგება დაკვირვებებს. დაახლოებით არის 10 ხარისხად -28 სანტიმეტრი. ესე იგი, 10 ხარისხად -28 სანტიმეტრი შეგიძლია წარმოიდგინოთ ეს რა ზომა არის? ნუ ძალიან ძნელია ხო ადამიანმა წარმოიდგინოს. იმ დროინდელ სამყაროში ჰორიზონტი იყო ესეთი ზომის. ან ცოტა უფრო დიდი შეიძლება, ხო? ის კანონები, რაც იმ დროინდელ სამყაროში მოქმედებდა, ის კანონები. ეს კანონები აი იმ დროს ჩაიბეჭდა სივრცე დროის სტრუქტურაში. უკვალოდ არ გამქრალა იმ კანონების მოქმედების შედეგი. ეგრეთ წოდებული კვანტური ფლუქტუაციების სახით ჩაიბეჭდა. მერე რა მოხდა? ეს კვანტური ფლუქტუაციები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც აი ციკს რო ბეჭდავთ რა, მატრიცა რო არის, ხო? აი ამ ფლუქტუაციებმა, ეს ფლუქტუაციები აისახა სამყაროს სტრუქტურაში, მერე გაიჭიმა, იმის გამო რომ სამყარო ფართოვდება. გაიჭიმა და დღეს მიიღო მასშტაბები, ტალღის სიგრძეები, რომლებიც არის იმაზე დიდი, იმხელა ან იმაზე დიდიც კი, რასაც ჩვენ ვაგვირდებით, ჩვენი ჰორიზონტის. დღეს აი ამ სტრუქტურას, რაც ჩაწერილია პირვანდელი ფლუქტუაციების შედეგი, რაც ჩაწერილია ცაში. იმას ჩვენ ვკითხულობთ. ჩვენ, უბრალოდ ჩვენი კოლეგები, ჩვენი ასტრონომი და ასტროფიზიკოსი კოლეგები. და იმის გაშიფრვა ხდება. ესე იგი, ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენი ცოდნა ძალიან პატარა მასშტაბების შესახებ შევამოწმოთ. აი ესეთი კოსმოლოგიური დაკვირვებებით. ანუ ფაქტურად ის 10 ხარისხად -28 სანტიმეტრის ზომაზე დავუშვათ რა კანონის მოქმედებს და როგორც ხდება აი ამ ფლუქტუაციის ჩაბეჭდვა.
ეს შეგვიძლია შევამოწმოთ იმის გამო, რომ დღეს კოსმოლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებენ ჩვენი კოლეგები. ნუ ეს ერთ-ერთი გამოვლინება, ასე ვთქვათ, კაცობრიობის მეცნიერული აზრის ტრიუმფის და ნუ არის კიდე სხვა უამრავი. მე ახლა ამით მომთავრ, შეკითხვებზე გადავიდეთ. არ მოგერიდოთ, თუ საშუალება გვექნება გაგცემთ პასუხს. თუ არ ვიცით პასუხი, გეტყვით რა ვიცით. ერთად ვიფიქრებთ. დიდი აფეთქების თეორიასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. კი ბატონო. ამ თავიდან როგორც ვთქვით, სამყარო იყო ერთ წერტილში და ეს ერთ წერტილში მოხდა აფეთქება. და თვითონ ეს წერტილის ხსნება სივრცის გარეშე ხომ არ არის განსაზღვრული. და ანუ ესე იგი ამ დიდ აფეთქებისას იყო სივრცე, სადაც ეს სამყარო აფეთქდა თუ ანუ იყო ვაკუუმი? ხო. დიდი აფეთქება საერთოდ ეს არის ტერმინი, რომელშიც სხვადასხვა მეცნიერი და სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა აზრს დებს. ეხლა მოდით რამდენიმე ეგეთი აზრი გავშიფროთ. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დიდ აფეთქებაზე, ვლაპარაკობთ, რომ სამყაროს ჰქონდა რაღაც პირველი საწყისი, პირველადი ბიძგი, რომელმაც მისცა ეს ბიძგი, რომ სამყარომ დაიწყო გაფართოება. ეხლა ნუ ისტორიას თუ მოუყვებით, როგორ იყო, ხო? იყო თეორიული მინიშნებებიც კი, რომ ლოგიკით ხალხი ადგენდა იმას, რომ სამყარო რაღაცა უნდა მოზრდიოდეს, უნდა ფართოვდებოდეს. მაგრამ ნუ ეს აღმოჩენა დაკვირვების დონეზე მას მერე იქნა მიღებული, რაც ხაბლმა აღმოაჩინა ეს კანონი, სამყაროს გაფართოების კანონი. ეხლა რა ხდება? პირველი დიდი აფეთქების, ასე ვთქვათ, იდეა, პირველი მეცნიერული თეორია, რომელსაც ტრადიციულად დაერქვა დიდი აფეთქების, არის ეგრეთ წოდებული, ეხლა დღეს ჩვენ მაგას ვუძახით, ეგრეთ წოდებული ცხელი დიდი აფეთქების თეორიას. ეს რას ნიშნავს, რომ ნიშნავს შემდეგს, სამყარო შეიძლება წარმოიდგინოთ როგორც ჭურჭელი, ხო? რომელშიც არის რაღაც მატერია, რადიაცია, ჩვენ, პლანეტები ასე შემდეგ გაბნეული, ხო? და ეს ჭურჭელი ფართოვდება. ეხლა იმის გამო, რომ ჭურჭელი ფართოვდება, შესაბამისად, ის კომპონენტი ენერგიის, რომელიც არის მაგალითად პლანეტებში, რადიაციაში, მატერიაში ასე შემდეგ, მას მოსდის გაუხშოება, ხო? ნუ სიმკვრივე ეცემა, ხო? ნუ იგივე ახლა ჭურჭელი ავიღო და გავაფართო. შესაბამისად, თუ ახლა ლოგიკით უკან წავალთ, გადავახვევთ. ნუ გამოვარო, ნუ რაც უფრო ადრე წავალთ, ადრეულ ეპოქაში სამყარო იყო სულ უფრო და უფრო მკვრივი, ხო? შესაბამისად, სულ უფრო და უფრო ცხელი. რაღაც მომენტში ეს თეორია გვეუბნება, რომ ხო, სხვათა შორის, ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ გვაქვს ორი კომპონენტი ამ ჭურჭელში რა. ესე იგი, ჭურჭელში არის ორი კომპონენტი, არის მატერია, მოდი ესე უტრირება გამარტივება გავაკეთოთ. მტვერი. წარმოვიდგინეთ, რომ ჭურჭელი გაქვს სავსე მტვრით და კიდე გაქვს შიგნით ფოტონების გაზი, ანუ რადიაცია. ეხლა რა განსხვავება მტვერს, აი ჩვეულებრივი მტვერი, რომელიც შეგიძლიათ დაინახოთ თვალით, და რადიაციას შორის. განსხვავება არის შემდეგი, რომ მტვრის ნაწილაკები მოძრაობენ გაცილებით უფრო ნელა, ესე იგი, კინეტიკური ენერგია მტვრის ნაწილაკებს აქვს გაცილებით უფრო ცოტა, პატარა, ვიდრე მათი უძრაობის ენერგია. ხო? ესე იგი, არა რელატივისტურები არიან, ჩვენ მაგათ ესე უწევთ. გაცილებით ნელა მოძრაობენ, თავის მასასთან შედარებით, თავის შესაბამისად, მტვერს წნევა ძალიან პატარა აქვს. გასაგებია, ხო? ნუ მტვრის ნაწილაკები ძალიან შესაბამისად პატარა წნევა აქვს. ამიტომ წნევის კომპონენტი, როცა მტვერზე ლაპარაკობ, შეიძლება უგულებელყო. ესე იგი, მტვერის მთელი ენერგიის ბიუჯეტი, რაც მტვერშია, ძირითადად არის ენერგიის სიმკვრივე, იმის გამო, რომ ეს ნაწილაკები გაქვთ. ხა რადიაციას, ხო? აქვს სხვა თვისება. რადიაციას გაჩერებულს ვერ ნახავ, ხო? ფოტონს მაგალითად არა აქვს უძრაობის მასა. ფოტონი სულ მოძრაობს სინათლის სიჩქარეს. ხო, ეხლა ისეთ რო წარმოვიდგინე, მაგალითად, ესეთი ჭურჭელი რო ავიღოს, შიგნიდან რო სარგე იყოს და ფოტონი შეუშვა. ნუ ეს ფოტონის გაზი სულ აირეკლება კედლებიდან და სულ იქნება, ხო? ფოტონის გაზი, ვინაიდან ის რელატივისტურია, სულ მოძრაობს სინათლის სიჩქარეს, აქვს ამავე დროს აქვს წნევა. ამაშია განსხვავება. ესე იგი, ერთს აქვს წნევა ძალიან პატარა, მეორეს აქვს საკმაოდ დიდი წნევა. რა ხდება? ნუ აღმოჩნდა თურმე ესეა, ნუ შეგიძლიათ გამოიყვანოთ კიდევ საშინაო დავალების სახით. რომ თუ დავსვავ ესეთ კითხვას, აი წარმოვიდგინეთ, რომ ერთ და იგივე ჭურჭელში მაქვს მტვერი და მაქვს ფოტონების გაზი, რადიაცია. ეს ჩვენი სამყაროს მოდელია რა. ყოველ შემთხვევაში ეს იყო მოდელი, ნუ კაი დროის განმავლობაში. ეხლა ამ ჭურჭელს თუ შევკუმშავ,
ხო? რა მოხდება? გაიზრდება სიმკვრივე. ანუ შეუქმშა მისენაირად თვითონ უпростоა ჭურჭელი კი არ არის, უკეთესი ის ჯობიასე წარმოიდგინოთ რაღაცნაირად სივრცე ეს როგორც რაღაც ელასტიური სუბსტანცია, აი რაღაც რეზინის მემბრანა რო წარმოიდგინოთ, რომ ეს თანაბრად გავჭიმე, ანუ ფაქტურად თვითონ სივრცის მასშტაბის გავჭიმე, ხო? ამ დროს რა ხდება? რადიაციის ენერგიის სიმკვრივე გაცილებით უფრო სწრაფად ეცემა თუ გავჭიმე, ვიდრე მტვერის. შესაბამისად, თუ შევკუმშე, რადიაციის ენერგიის სიმკვრივე იზრდება, ხო? ესე იგი რა ხდება? როგორც კი ჩვენ თქვით, რომ სამყარო ფართოვდება და მასში არის რაღაც რადიაცია, ხო? ბოლო-ბოლო, ვიცით რომ რადიაციული კომპონენტა ადრეულ სამყაროში უნდა ყოფილიყო დომინანტური. ესე იგი, ადრეული სამყარო უნდა ყოფილიყო ცხელი, რადიოაქტიული რა თქმა უნდა, იმიტომ რადიაციით სავსე, ეგრეთ წოდებული პირველადი სუპით სავსე. ესე იგი, ეს რა იყო? ეს იყო იმდენად მაღალი ტემპერატურა, როდესაც ფაქტურად ელემენტარული ნაწილაკები იყო ასე ვთქვათ, როგორც თავისუფალი და ესეთი სამყარო იყო სავსე რადიაციით. ეხლა რა ხდება? აი ეს არის მოდელი ეგრეთ წოდებული ცხელი დიდი აფეთქების. ეხლა ეს არის თეორია. ამ თეორიას ჭირდება დადასტურება ექსპერიმენტული, ხო? ნებისმიერ თეორიას აზრი აქვს თუ ასე არის აზრი როგორ შეიძლება კონდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ნებისმიერი თეორია არის ფიზიკის თეორია, თუ ის რაღაცას წინასწარმეტყველებს და იმის შემოწმება შეიძლება. მაგალითად, პირველი წინასწარმეტყველება რაც ამას აქვს, ხო? როგორც კი ვიღაცამ გითხრათ თქვენ რომ ადრეული სამყარო სავსე იყო რადიაციით და მე გავფართოვდით და გავცივდით, ხო? ნუ პირველი რასაც თქვენი თქვით, ესეთ რაღაცას იცით. კი არა, თუ ადრეულ სამყაროში იყო ფოტონები, ხო? ეს ფოტონების გაზი. ნუ სხვა არ გაქრებოდა. საწავიდა. ესე იგი დღესაც უნდა რაღაცა რელიქტი იყოს, იქიდან დარჩენილი. ეს რელიქტი აღმოჩენილი იქნა შემდეგ დაკვირვების შედეგად. დღეს ამ რელიქტს ვაკვირდებით. ეს არის რელიქტური გამოსხივება სამყაროში დარჩენილი აი ამ დროიდან, როდესაც სამყარო სავსე იყო აი რადიაციული სუპით და მაგის ტემპერატურა დაახლოებით 3 კელვინია, ნუ 3 გრადუსი დაახლოებით კელვინი. ძალიან ცივია დღევანდელ, ამიტომ დღეს ის კომპონენტი დომინანტური აღარ არის, მაგრამ ადრეულ სამყაროში რადიაცია იყო ყველაფერი. ეხლა მივიდეთ ნელ-ნელა ვახლოვდები თქვენ კითხვას რა. ესე იგი ეს არის დიდი გარკვევა. ეხლა რა თქმა უნდა, ყოველთვის ისმება კითხვა, კი, მაგრამ მანამდე რა იყო? საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ხო? დაიბადა სამყარო ესე უცებ ამ რადიოაქტიურ მდგომარეობაში და მერე დაიწყო გაფართოება. ეხლა რა ხდება? მე თუ ავიღებ აი ესეთი სამყაროს და გადავახვევ უკან ამ ფილმს. რას მივიღებ? მივიღებ ეს რაღაცას, რომ ტემპერატურა სულ უფრო იზრდება. სამყაროში ხილული ჰორიზონტი მცირდება. ბოლოს მივარტყავ წერტილს. მაგრამ ეს წერტილი ფიზიკურად აუცილებელი კი არ არის სივრცის წერტილია. ეს არის ის მომენტი დროისათვლა დავიწყოთ. არ ტემპერატურით, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ დაუშვათ ამ რადიაციის ტემპერატურა როგორც საათი. ხო? ბოლოს მივარტყავთ მომენტს ამ ადრეული სამყაროს არსებობაში. როდესაც ჩვენ 100%-იანი დარწმუნებულები ვართ, ვიცით, ხო? რომ ჩვენი თანამედროვე კანონები, რითიც აი ამ სამყაროს ჩვენ ვსწავლობდით, ირღვევა. ესე იგი, ეს არის რაღაცა მომენტი, საწყისი მომენტი, რომელშიც, ეგ ხანდახან ხალხი მაგას უძახის საწყის სინგულარობას. აი ეს ერთი წერტილი, რასაც თქვენ წერტილს ეძახთ, სიამოვნებაში წერტილი კი არ არის. ეს არის რაღაცა საწყისი მდგომარეობა სამყაროსი, რომლის იქითაც ვიცით, რომ ის კანონები, რითიც ჩვენ დღეს ვსარგებლობთ, აღარ ვარგა. რატო? იმიტომ რომ ტემპერატურა იმდენად მაღალია და ენერგიის სიმკვრივე იმდენად მაღალია, რომ აჭარბებს ეგრეთ წოდებულ ზღვრულ სიმკვრივეს, ეგრეთ წოდებულ პლანკის სიმკვრივეს. და იმის იქით უბრალოდ ეს ჩვენი კანონები ირღვევა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმის იქით არაფერი არ არსებობდა. უბრალოდ ჩვენი დღევანდელი აპარატი, მათემატიკური და ფიზიკური, ვერ სწდება, რომ იმ კანონების აღწერას. ეხლა მოგვიანებით იყო პროგრესი ამ მიმართულებით. ერთ-ერთი ტრიუმფი ასევე კაცობრიობის აზროვნების იყო, რომ დღესობით ჩვენ ვიცით, რომ ეს ცხელი ეტაპი, როდესაც თავდება წარსულში. და იმის იქით იყო ეგრეთ წოდებული ინფლაციური პერიოდი სამყაროში. ანუ სანამ სამყარო გახდებოდა ცხელი, ესე იგი ის წინაპირობა იმისი დღესდღეობით გააზრებულია. ვიცით, რომ სამყაროს ისტორია იყო ესეთი, რომ სანამ სამყარო გაცხელდებოდა, მანამდე სამყარო იყო. სამყაროში არ იყო რადიაცია, ფაქტიურად არ იყო. არ იყო სხვა მატერია. სამყარო მთლიანად დომინირებული იყო, აი რაც თქვენ ახსენეთ, ეგრეთ წოდებული ვაკუუმის ენერგიით. ამ ვაკუუმის ენერგიას აქვს ესეთი თვისება ვაკუუმს, რომ აქვს ეგრეთ წოდებული უარყოფითი წნევა.
და შესაბამისად იწვევს სამყაროს გაფართოებას ძალიან სწრაფად. მოკლედ ისტორია იყო ესეთი, საწყისი სამყარო, სადამდე ჩვენი თვალი მიგვიწვდება, თვალი ვიძახით ჩვენი აპარატი, ფიზიკური და მათემატიკური. ფართოვდებოდა ექსპონენციალურად სწრაფად. არ ვიცი ექსპონენტა ყველა მიცის რა ფუნქციაა აქა? ესე ექსპონენციალურად სწრაფად იზრდებოდა. დაფა არა გვაქვს დავხატავთ. ესე იგი ჰორიზონტი ეს გვაქვს რამე აქ დასწერი? ეგ შეიძლება ვეღარ წაშალოს მე. ესე იგი, მოდით ესეთი რაღაცა რო ავიღო, აი ავიღო სამყარო, რომელსაც მაქვს სკალარული ფაქტორი, რომელიც დროის ფუნქციაა. ეს რა არის? პატარა 10 აღნიშნე, ეგ ჯობია რა. ეს რა არის? ეს არის ფაქტორი, რომელიც მეუნება მე, როგორ იცვლება, ამ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იზრდება ნებისმიერ ორ წერტილს შორის მანძილი ეტალონთან შედარებით. ხო, ახლა გაზომვა რო ჩაატაროთ, ჭირდება ეტალონი, ხო? სხვანაირად ვერ გავზომავ, ახლა მე რო გავზომო, მაგალითად ამ მაგიდის სიგრძე, რაღაც ეტალონი უნდა ავირჩიოს მე და თქვენ, შევთანხმდეთ, რომ ამას დავარქმევთ ეტალონს, მაგალითად ეს იქნება ჩვენი სანტიმეტრი თუ რაც იქნება და მე იმას შევადარო. ამიტომ გაზომვას ყოველთვის როდესაც ფიზიკურ პროცესს ვადევნებ თვალს ჩვენ, ხო, რომელიც დროში იცვლება, ყოველთვის მოხერხებული რომ ეტალონი არ შევცვალოთ. ეტალონი მუდმივი იყოს, იმიტომ რომ ან ვიცოდეთ რა კანონით იცვლება ეტალონი. ესე იგი ეტალონი დავაფიქსიროთ. თქვა 1 სანტიმეტრი. ამას ზომავთ 1 სანტიმეტრის ერთეულში ყოველთვის. აი 1 სანტიმეტრის ერთეულში ორ წერტილს შორის მანძილი იცვლება როგორც რაღაცა სკალარული ფაქტორი, როგორც a, რომელიც დროის ფუნქციაა. ესე იგი საწყის ეტაპში ჩვენ ვიცით რომ ეს იცვლებოდა როგორც იზრდებოდა ექსპონენციალურად სწრაფად. ესე იგი იყო რაღაცა მუდმივი და მერე დრო. ეს ამ მუდმივს აქვს სახელი, ქვია ხაბლის პარამეტრი, ხაბლის საპატივცემლოს. მოკლედ, ამ ერთეულებში რაშიც მე ჩავწერე ახლა ეს, ხო? თქვენ აკეთებთ ექსპონენტა ხო ფუნქცია, ექსპონენტა ყოველთვის არის ფუნქცია რიცხვიდან. ხო, რიცხვს არა განზომილება. არაფერი განზომილება არა, 5, 25, 30. ესე იგი, დრო გამრავლებული ხაბლზე, დროს და ხაბლს უნდა ქონდეს შებრუნებული განზომილებები. ესე იგი, ხაბლი ეს არის პარამეტრი, რომელიც შებრუნებული დრო არის. ეს ხაბლი არის ჰორიზონტის ზომა, ესე იგი სამყაროს ჰორიზონტის ზომა. იმდროინდელი სამყაროს დაახლოებით ესე იყო ესეთი ჰორიზონტი, რომლის ზომაც იყო ხაბლის შებრუნებული. და დამკვირვებელი, რომელიც ამ ჰორიზონტში ჰიპოთეტური შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა ჩვენაირი არა, დაიღუპებოდა. ეს დამკვირვებელი გარშემორტყმულია ჰორიზონტით, დაახლოებით ისეთი როგორც დღეს გვაქვს, მაგრამ ის ჰორიზონტი იყო ძალიან პატარა. ძალიან პატარა. რაც იმას ნიშნავს, სამყარო ფართოვდებოდა გიჟურის სწრაფით. მოკლედ, ეს გაფართოება რამდენი ხანი გაგრძელდა, ჩვენ არ ვიცით. ვიცით რომ ეს იყო. თელი მუღამი ეგ არის, რომ ვიცით რომ იყო. რამდენი ხანი გაგრძელდა, არ ვიცით. მაგრამ ამ გაფართოების კუდს ჩვენ დღეს ცაში ვაგვერდებით. რატო? იმიტომ რომ ამ გაფართოების მერე, ესე იგი რა ხდება, სამყარო ფართოვდება ექსპონენციალურად სწრაფად, მერე დამოხრუჭდა. ამ დამოხრუჭებამ გამოიწვია გადაცხელება. იმ მომენტიდან მოყოლებული გვაქვს დაახლოებით ასეთი სამყარო, როგორც დღეს არის, როგორც დღეს არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არც გალაქტიკები იყო მაშინ და არაფერი, მაგრამ სამყარო სავსე რადიაციით და მატერიით. იმის მერე. იმის მერე ცივდება და ცივდება. ის რასაც ჩვენ ცაში ვაგვერდებით, ხო? არის ბოლო. ხედავთ, ეს დაახლოებით, ექსპონენციალური გაფართოება ნიშნავს, რომ ყოველ ხაბლის დროის განმავლობაში სამყაროს ზომა იზრდებოდა ექსპონენტით, ხო? აი ბოლო დაახლოებით 55 ექსპონენტა არის ის, რაც ჩვენი ჰილური ჰორიზონტის შიგნით არის. დანარჩენი არის გარეთ. მანამდე რამდენი იყო ეს ექსპონენტა, არავინ არ იცის. ანუ რამდენი ხაბლის დრო ფართოვდებოდა სამყარო, არავინ არ იცის. შეიძლება 10,000, შეიძლება მილიონი, შეიძლება. საქმე იმაშია, რომ იმის შესახებ არანაირი მეხსიერება ჩვენ სამყაროში არ არსებობს. თუ რამე მეხსიერება იყო მანამდე, ის წაიშალა. ეხლა მაგალითად ხალხს თავიდან ეგონა, რომ ეს იდეა, ეს იდეა კი არა, ეხლა უკვე ფაქტია. ეს ახსნიდა ეგრეთ წოდებული პირველ საწყისის პრობლემას. რატო? იმიტომ რომ ეს არის ისეთი სტაციონარული გაფართოების ეტაპი, რომელიც შესაძლებელი ყოფილიყო, რომ რაგინდ დიდხანს გაგრძელებულიყო. ხო, ესე იგი, წარსულში შეგიძლია გადაახვიო, რა ვიცი, რამდენიც გინდათ რა, შეგიძლია გადაახვიო 10,000-ით, მილიონით, ნებისმიერი სასრული რიცხვი მომეცით, ეს გადის, ხო? მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნებისმიერი სასრული დრო გაგრძელებულიყო ეს ეტაპი, უსასრულო დრო ვერ გაგრძელდებოდა. ეს პარადოქსულად ჟღერს ცოტა, ხო? რას ნიშნავს? როგორ შეიძლება თუ ნებისმიერი სასრული დრო ვარგა, როგორ არ ვარგა უსასრულო დრო? არ ვარგა.
იმიტომ რომ ну ეხლა აი რა ვიცი რა მაგალითი მოვუყანო ჩემ კოლეგას მოყავს ხომ ეგეთ მაგალითი თუ არ ვწდები აი წარმოიდგინეთ ესეთი ლენტი აი გზას რომ გზაში რო არის მარკირებული რა თეთრი ლენტი წარმოიდგინეთ ესეთი უსასრულო ლენტი რა და ამ ლენტზე რაღაცა საღებავით ესეთი წინწკლები რო დააბნიოთ წერტილოვანი წერტილები რა ესეთი ლენტი რო იყოს დავუშვათ რა და მე აბსოლუტურად ალბათურად რომ გავაბნიოთ წინწკლები მაგრამ თვითონ წინწკლის ზომა 0 უნდა იყოს რა თქმა უნდა ესეთ ლენტზე ხო თქვენ თუ მე მომცემთ მე მანძილს მე ყოველში შევარჩევ სწორ ხაზს რომელიც რაგიმ შორს წავა იმ მანძილამდე მაგრამ ნებისმიერი სწორი ხაზი ბოლო-ბოლო დამთავრდება ერთ-ერთი წერტილით გასაგებია ხო ესე იგი ნებისმიერი ეს მას ნიშნავს რომ ნებისმიერი დამკვირვებელი აი დღეს რო ავიღე მე დამკვირვებელი ხო ჩვენ სამყაროში და უკან გადავახვიე მისი ტრაექტორია მაგას სოფლიო ხაზებს უძახეთ ჩვენ ნებისმიერი კონკრეტული აღებული დამკვირვებელი სოფლიო ხაზი აუცილებლად დამთავრდება სინგულარობაზე ანუ იმ წერტილზე რომელზეც ჩვენი მათემატიკური აპარატი იმსხვრება მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მითხრათ რომ აი მე მინდა რომ გავაგრძელო წარსულში მაგალითად ეს და ეს დრო და ყოველთვის მოგინახავთ მე დამკვირვებელს ვისი სოფლიო ხაზიც გაგრძელდება რაგიმ შორს მაგრამ ნებისმიერი განწირულია რომ სინგულარობაზე დამთავრდეს ანუ ეს რატო ვილაპარაკე იმიტომ რომ აქამდე რა იყო არ ვიცით ანუ რა იყო ამის წინაპირობა საწყისი ამის დასაწყისი დღეს არ ვიცით ნუ არის იდეები ძალიან საინტერესო ისეთები როგორიც არის მაგალითად სამყაროს წარმოშობა არაფრისგან და ასე შემდეგ მაგრამ პასუხი ეს არის ესე იგი დღეს რა ხდება ანუ სინგულარობა რაც უფრო ფართოვდება ჩვენი ცოდნა დიაპაზონი ეს სინგულარობა სულ უფრო და უფრო შორს მიდის უკან იწევს ეხლა მოხდება თუ არა ის რომ ამ სინგულარობის პრობლემა ჩვენ საბოლოოდ ამოხსნით არ ვიცი ნუ ხალხი ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამაზე შეიძლება მე თუ მკითხოთ პასუხი ეგ არის სამყაროს წარმოშობა არაფრისგან ტუნელირების პროცესი სამყაროს წარმოშობა არაფრისგან ეგ არის პასუხი მაგრამ ნუ ეს პასუხი დიდი დისკუსიების საგანია კარგი შემდეგი კითხვა შეიძლება როგორ შეიძლება ეს არ გაშა განზომილებიან სამყაროზე ვთქვათ ანუ რაღაც ჭოლის დონეზე ვიცი ხა ზუსტად რა თქმა უნდა არ ვიცი 11 განზომილებიანია დღევანდელი მოსაზრებებით ხო არა დღევანდელი მოსაზრებები და არის 11 განზომილებიანი საერთოდ დამატებითი განზომილებების იდეა ძალიან დიდი გზა გაიარა ეს იდეა დაიწყო ნუ საერთოდ დამატებითი განზომილების იდეა ლიტერატურაში შემოვიდა მეგონი თავიდან ნუ და ალბათ დარწმუნებული ვარ მანამდეც ალბათ ანტიკურ ხანაშიც ვიღაცა რაღაც ეგეთზე ფიქრობდა მაგრამ ნუ პირველად ლიტერატურაში იყო ეს მე რამდენადაც ვიცი ეს რომანი სადაც რომანი თუ ნოველა თორე იგივეა საერთოდ მეგონი სადაც აბოც ხონდა ეგეთი ნაწარმოები სადაც არის ბრტყელი სამყარო და ამ ბრტყელ სამყაროში ცხოვრობენ ორგანზომილებიანი გეომეტრიული ფიგურები ნუ სამკუთხედები ოთხკუთხედები და ასე შემდეგ რა და ნუ ამ გეომეტრიულ ფიგურებს ვერ წარმოუდგენიათ რომ არსებობს მესამე განზომილებაც ნუ რა ვიცი მაგითის ზედაპირი რო წარმოვიდგინოთ რა იქ ცხოვრობენ ფიგურები და ვერ წარმოუდგენიათ განზომილების არსებობას ნუ მე ამ განზომილებიდან მოვა პერსონაჟი რომელიც არის სფერო და ასე შემდეგ ნუ იქ დარდება მეცნიერული აზრი თავიდან მეცნიერულ დონეზე დამატებითი განზომილების ცნება პირველად შემოვიდა ეგეთი მეცნიერი კალუცას შრომაში კალუცას იდეა იყო რომ მას უნდა აეხსნა მას უნდა მოეცა ერთობლივი თეორია და შემდეგ კლაინმა განავითარა ასევე ერთობლივი თეორია რომელიც აღწერდა ერთიანად აღწერდა მაქსველის ელექტროდინამიკას და ეინშტეინის ფარდობითობის თეორიას გრავიტაციას და მან ესეთი ნუ ძალიან მნიშვნელოვანი იდეა შემოიტანა რომ სინამდვილეში ის რაც ჩვენ გონია ელექტრობა და ის რაც ჩვენ გონია ელექტრობა და მაგნეტიზმი და ის რაც ჩვენ გონია გრავიტაცია სინამდვილეში ასე ერთი და იგივე მრავალგანზომილებიანი გრავიტაციის სხვადასხვა კომპონენტი და დაწერა თეორია მარტო იდეა არ იყო საკმარისი რა თქმა უნდა დაწერა თეორია ესეთი პირველად აქედან დაიწყო ეს მრავალგანზომილებიანი იდეის წარმოშობა ეს იყო ის გარღვევა რომელშიც მეცნიერულად დაიწყო ამაზე ფიქრი რა თქმა უნდა მე კითხვა ისმის თუ არის ეს დამატებითი განზომილება რას ნიშნავს რომ არის რატო ვერ ვხედავთ ჩვენ ხო საწავიდან და ასე შემდეგ თავიდან იდეა ვითარდებოდა იმ მიმართულებით რომ ეს დამატებითი განზომილება კი არის მაგრამ ჩახვეულია ანუ ფაქტორი რა არის
ჩვენი ჩვეულებრივი განზომილები, რასაც ჩვენ მოძრაობთ, ხო? ნუ არა კომპაქტურია, ხო? შემიძლია მიმოძრაო მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, წინ უკან. მეც ვერაფერს ვერ ვხედავ. მაგრამ შეიძლება იყოს დამატებითი განზომილება, რომელიც კომპაქტურია, უბრალოდ არ აქვს ისეთი გეომეტრია, როგორც ამ დანარჩენ სამს. ხო? ნუ მილი რო წარმოიდგინოთ, რა, წარმოიდგინეთ მილი და შიგნით ჭიანჭველად დადის, ხო? ამ მილის რადიუსი თუ ძალიან პატარაა, ამ იდეალიზირებულ ჭიანჭველას თუ არ შეუძლია ძალიან ადვილად იმოძრაოს გარშემო. ნუ მაშინ დაახლოებით ერთ განზომილებიანს ხედავს, რა. ნუ იდეა იგი იყო. ამ მიმართულებით მიდიოდა კვლევა. შემდეგ ამ დამატებითი განზომილების იდეამ ცოტა, მაგრამ რა ხდებოდა, რომ საკითხი იყო იმაზე, რომ თუ არსებობს ესეთი დამატებითი განზომილების ზომა, ის უნდა იყოს ძალიან პატარა. იმდენად პატარა, რომ ექსპერიმენტულად მისი დაკვირვება ფაქტურად გამორიცხულია, რა. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ტექნოლოგია. შემდეგ ეს იდეა, ასე ვთქვათ, ნუ ხალხი სკეპტიკურად განეწყო ამ იდეის მიმართ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული მათემატიკური მიზეზების გამო და შემდეგ ეს ამ იდეამ რეინკარნაცია განიცადა ეგრეთ წოდებული სიმების თეორიაში. სიმების თეორიის ძირითადი პოსტულატი არის ის, რომ ფუნდამენტური ობიექტი, რისგანაც სამყარო შედგება, ელემენტარული ნაწილაკი კი არ არის, არამედ არის სიმი. ეხლა სიმი რას ნიშნავს? ნებისმიერი სიმი, ხო? ბოლო დაახლოებით ერთი და იგივე კანონებს ექვემდებარება. ანუ თუ თქვენ გაინტერესებთ სიმის დინამიკა იმ მანძილებზე, რომელიც გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ამ სიმის ზომა, ხო? ნუ ყველა სიმი გამოიყურება ერთნაირად. ხო? თუ არ შემიძლია მივიდე და გავარჩიო რისგან შედგება, ნუ ჩემთვის ეს სიმია, ხო? სხვა ნუ მაგალითად როგორც გიტარის სიმი, არაფერი განსხვავება არ აქვს. გარედან რო უყურებ, გიტარის სიმია თუ სხვა რამისგან შედგება, არ ვიცი, ხო? ამიტომ ყველა სიმს ერთ და იგივე თვისება გააჩნია, რომ ისინი ვიბრირებს. როგორც გიტარაზე, არ ვიცი, ვინმე თუ უკრავს აკანს რაიმე სხვა ინსტრუმენტზე, მაგრამ სიმი ვიბრირებს, ხო? როცა ვიბრაციის შედეგად სხვა ჰარმონიკები აქვს ამ სიმს. ზუსტად ასევე ამ სიმების თეორიის სიმსაც შეუძლია ვიბრირება და ასევე აქვს ჰარმონიკები. იდეა რა არის? რომ იდეა არის, აი ეს ჰარმონიკები, რასაც ის სიმის თეორიის სიმი გვაძლევს, ეს არის ის ელემენტარული ნაწილაკები, რომელიც ჩვენ გარშემო ხედავთ. просто ერთი ნოტი არის მაგალითად გრავიტონი, გრავიტაციის გადამტანი, მეორე ნოტი არის ფოტონი, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გადამტანი, მესამე არის კვარკი, ასე შემდეგ. ახლა სიმების თეორია აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ახლა თქვენ თუ დაждდებით, ყოველ საქმე არაფერი გაქვს და გინდათ რომ სიმების თეორია დაწეროთ, ხო? მათემატიკურად, წყობრი. სწრაფად მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ სიმების თეორიის დაწერა თუ გინდათ თეორია თუ შეთანხმებული იყოს, სამ განზომილებაში არ გამოდის. არ გამოდის უბრალოდ. არ არის თუ შეთანხმებული. ესე იგი, სიმების თეორია გეუბნებათ, რომ თუ გჯერათ, რომ ფუნდამენტური ობიექტი სიმია, მაშინ სამყაროს უნდა გქონდეს დამატებითი განზომილებები. ეხლა თქვენ რაც ახსენეთ რიცხვი 11. ეს უკვე დეტალებია. ამის მერე ეს თავარი არის ეს კონცეფცია, რომ ესე იგი, ერთის მხრივ ეს დამატებითი განზომილებები მოტივირებულია თეორიულად, რაღაცა ისეთ ხსნის, რაც ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია ახსნათ. და უნდა არსებობდეს ეს დამატებითი განზომილებები ამ მოსაზრებიდან გამომდინარე. მაგრამ რამდენია? ეს დეტალია. ეხლა რას ნიშნავს რამდენია? ეხლა აღმოჩნდა, რომ საერთოდ ხანდახან ამაზე ლაპარაკიც კი იმის და უნდა კონკრეტულად მიუთითოთ, რას ნიშნავს, როცა ჩვენ ვიძახით, მაგალითად, რამდენი განზომილებაა, საერთოდ რას ნიშნავს ეს? რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ზოგიერთი რამე, ესე იგი, ერთ და იგივე საგანს თანამედროვე ფიზიკაში, თქვენ შეგიძლიათ შევხედოთ სხვადასხვა ენაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ და იგივე მოვლენაა. ერთ და იგივე ფიზიკური მოვლენაა, მაგრამ ეს მოვლენა შეგიძლიათ აღწეროთ სხვადასხვა ენაზე. ეხლა აღმოჩნდა, რომ ერთ და იგივე მოვლენას, როდესაც მე ავხსნევ ერთ ენაზე, შემიძლია ეს მოვლენა დავინახო როგორც მაგალითად გრავიტაცია, რომელიც ცხოვრობს 11 განზომილებიან სივრცე-დროში, მაგალითად, მაგრამ მეორე ენაზე თუ შევხედე, მაგალითად ეს შეიძლება დავინახო როგორც სიმების თეორია, რომელიც ცხოვრობს 10 განზომილებიან სივრცე-დროში. სულ სხვა ენაზე თუ შევხედე, შეიძლება საერთოდ დავინახო როგორც სხვა თეორია, რომელიც სხვა რაოდენობა განზომილებაში ცხოვრობს. გასაგებია, ხო? ანუ თქვენი პასუხი, ეს არის 11 რიცხვი, ეს არის ერთი კონკრეტული ინკარნაციის რეალიზაცია. ანუ იმ ინკარნაციაში ეს თეორია თუ გჯერა რომ ეს არის, მაშინ, ხო, ის თეორია ძიანს რომ მაშინ 11 განზომილება უნდა იყოს. მაგრამ
დღესდღეობით ჩვენ ხვდებით, რომ სინამდვილეში სურათი გაცილებით უფრო არატრივიალურია. და ისე ცალსახა არ არის, რომ მაინც და მაინც 11-ია. იმიტომ რომ ისე თქვი, რომ იგივე რაღაცა სხვა ენაზე სხვანაირად მოჩანს. ამიტომ ამაში ძალიან ის უნდა ვიყოთ ფრთხილად. მაგრამ ერთი რამე ცხადია, რომ ესე იგი ძალიან მოტივირებულია ის იდეა, რომ ის რა ჩვენს ენაზე ჩვენ ვეძახით განზომილებას, ასეთები უნდა არსებობდეს კიდე რამდენიმე. ხა კონკრეტულად რამდენი, მაგას პასუხი არავინ არ იცის. ეგ მაგას შეიძლება ექსპერიმენტმა გვითხრას რაღაცა, თუ ძალიან გაგვიმართლა, თუ არ გაგვიმართლა, ნუ კიდევ თეორიული მუშაობა საჭირო და ასე შემდეგ. და ცოტაც დავუკვირდით მაშინ ანუ დღესდღეობით მასებული თეორიებიდან მიღებულიდან რომელიმე ზევიდან ზღუდავს ამ რაოდენობას? ანუ თქვა არის მოსაზრებები, კი, რითიც რაოდენობა ზემოდან უნდა იყოს შეზღუდული. ზუსტად რამდენია, ზუსტად რამდენი მაგას ვერავინ ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ არ შეიძლება იყოს უსასრულო რაოდენობა განზომილებების დამატებით ის საერთოდ არ შეიძლება იყოს უსასრულო რაოდენობა განზომილებების, კი, ეს ფაქტია. იმიტომ რომ ესეთ თეორიაში გრავიტაციას ექნებოდა რაღაცა ისეთი თვისებები, რაც დაარღვევდა ისეთ წარმოდგენებს, რომელიც უკვე საკმაოდ ჩვენ კარგად გვესმის რა, გრავიტაციის შესახებ. ამიტომ უსასრულო რაოდენობა განზომილების სივრცე აი იმ განსაზღვრებით, რასაც ჩვენ ვუძახით განზომილებებს, ხო? რაშიც გრავიტაცია შეიძლება ცხოვრობდეს, უსასრულო რაოდენობა მე თუ მკითხავთ გამორიცხულია. მაგრამ ნუ ეხლა ის იმას თქვი, რომ ესე იგი იმის მიხედვით რა აღწერაში ვართ, სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავიგოთ განზომილებების რიცხვი. შემდეგი ექსპერიმენტი რო ახსენეთ და თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით თუ გეტყვით. ეს ხო ექსპერიმენტი ჩემი საქმიანობა არ არის. მე ვარ მომხმარებელი. ხო, ექსპერიმენტი არა, ფიზიკა შედგება ორი კომპონენტისგან, ხო? თეორია და ექსპერიმენტი. ხო, რა თქმა უნდა, მივალ მანამდე. ფიზიკა შედგება ორი კომპონენტისგან, თეორია და ექსპერიმენტი, ხო? ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს ავსებს. შეუძლებელია მეცნიერება განვითარდეს სუბთა თეორიის მიმართულებით და ასევე შეუძლებელია ექსპერიმენტი, თავმოჭრილი იმასავით იქნება მარტო ექსპერიმენტი რო ვატაროთ და არ ვეცადოთ რომ გავიაზროთ ის შედეგები თეორიულად, ხო? ეხლა მეცნიერების განვითარების ისტორიაში იყო სხვადასხვა ტიპის ეტაპები. მაგალითად იყო, როდესაც თეორია ინუსტრებდა ექსპერიმენტს ძალიან მაგრად. მაგალითად ფარდობიტობის ეინშტაინის ფარდობიტობის თეორია. ხო? ხდება ესეთი მომენტები, როდესაც ადამიანის აზრი იმდენად ძლიერად უსწრებს წინ არსებულ ექსპერიმენტულ შესაძლებლობებს, რომ თეორიის ჩამოყალიბება ხდება მანამდე. ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე თეორია ყალიბდება და მერე წინასწარმეტყველება აქვს თეორიას, რომელიც შეიძლება შემოწმეს. ასეთ შემთხვევაში ექსპერიმენტის როლი არის ძირითადად, რომ ეს თეორიები, ეს იდეები შეამოწმოს. არის მეორე პროცესი, როდესაც უბრალოდ ექსპერიმენტზე ისეთ რაღაცას აღმოვაჩენთ, რომელიც აბსოლუტური სურპრიზია და მერე იმას სჭირდება თეორიული გააზრება. ეხლა ჩვენ თეორიკოსები ორივე მიმართულებით მუშაობთ. ჩვენ ვცდილობთ ერთისხრივ რაღაც იდეები წინ გაუსწროთ ექსპერიმენტს და ჩვენ ეპოქაში ეს არ არის ძნელი, იმიტომ რომ ექსპერიმენტი იმდენი ხელა თანხებს მოითხოვს და იმდენად ეტაპიც რომ ესეთი აი თითოეული თაობის ექსპერიმენტის თაობებს შორის მანძილი იმდენი ხელაა რომ თეორიულად ბევრი იდეა მოდის ამ დროს რა. და CERN-ის ამაჩქარებელი ეს არის ამაჩქარებლების ახალი თაობა, უახლესი. ეს არის მთელი კაცობრიობის ფაქტურად გვირგვინი მისი აზროვნების. ეს არის ერთობლივი პროექტი უამრავი ათასობით სხვადასხვა ასპექტზე მოღვაწე ადამიანისა, ესე იგი ინჟინრების, საინჟინრო აზრის, საერთოდ საინჟინრო აზრის ტრიუმფია და ასე შემდეგ, ხო, ექსპერიმენტული ფიზიკის, ფიზიკოსების თეორიის და ასე შემდეგ. ეს CERN-ის ამაჩქარებელი შეგიძლიათ თქვენ შეხედოთ, როგორც ყველაზე ძლიერ მიკროსკოპს, რომელიც კაცობრიობას შეუქმნია დღემდე. ანუ ეს არის მიკროსკოპი, რომელიც ჩაგვახედებს 10 ხარისხად -17 სანტიმეტრ მანძილებზე. იქ რაც დავინახავთ, ნუ ძალიან კაი კითხვა, მე შეგვიძლია ცალკე გავხსნათ კიდე, რას მოველით. მაგრამ ყველაფერს და მიუხედავად, ეს არის ახალი მასშტაბი. ეს არის ახალი მასშტაბი. კაცობრიობის ისტორიაში, ხო? ეხლა იმის და მიუხედავად იქ ჩვენ ვინ რას მოევლის, ეს არის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, ხო? საერთოდ რო ვერაფერი ვერ ვნახოთ. ესეც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეხლა ექსპერიმენტი რას მოველით?
მოველით შემდეგ ერთი მხრივ თქვით რომ მოველით რაღაც იდეების შემოწმებას და მეორე მხრივ რაღაც სურპრიზებს სიახლეს, ხო? ეხლა რაც შეეხება იდეების შემოწმებას, არის ერთი საყოველთაოდ მიღებული იდეა, ეგრეთ წოდებული ჰიგსის ნაწილაკი. ხო? ეს ჰიგსის ბოზონის დაკვირვება ცერზე თითქმის არავის ებარება ეჭვი. რა არის ეს ჰიგსის ნაწილაკი, ხო? ეს ჰიგსის ნაწილაკი არის ესენაირი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა. საერთოდ ის ელემენტარული ნაწილაკები, რისგანაც ჩვენ შევდგებით. ენცებში აქ შემიძლია დავყავოთ. მოკლედ. ესე იგი, დღევანდელი სამყარო ელემენტარული ნაწილაკებით, ის რაც კაცობრიობისთვის არის ცნობილი, ხო? ეს არის 4 ურთიერთქმედება, რომელიც აღმოჩენილია, ეს არის გრავიტაცია, რომელიც გასაგებია რაც არის, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, რომელსაც თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ამათ გარდა არის ეგრეთ წოდებული სუსტი ურთიერთქმედება და არის სუსტი ურთიერთქმედება, რომელიც პასუხს აგებს რადიოაქტიურ დაშლებზე, რადიოაქტიობაზე და მე არის ეგრეთ წოდებული ძლიერი ურთიერთქმედება, რომელიც პასუხს აგებს ბირთვულ ურთიერთქმედებას. ეს 4-ია. არის ეს 4 ურთიერთქმედება და არის მატერია, ნაწილაკები, რომლებიც ამ ურთიერთქმედების ობიექტები არიან, რომლებიც ურთიერთქმედებენ აი ამ ძალებით. ეხლა ეს ურთიერთქმედებები როგორ არის? ესე იგი, რო გამოვიწყოთ, მოდით ერთი მომენტი ელექტროდინამიკას და გრავიტაციას გადავდებ გვერდზე და ძლიერ ურთიერთქმედებებს, ესე შემოვისაზღვრე სუსტი. სუსტი ურთიერთქმედება, რადიოაქტიული დაშლების გადამტანი ნაწილაკები არის 3, ეგრეთ წოდებული W და Z ნაწილაკები. W plus minus და Z, ეს μ ინდექსი რას ნიშნავს? ეს არის სივრცე-დროითი ინდექსი, μ გარბის 0-დან 1, 2, 3 მაგალითად. ეს არის ნაწილაკები, რომლებსაც აქვს ეგეთი მახასიათებელი, არ ვიცი თქვენ ვინ იცნობს ამ ტერმინს, ეგრეთ წოდებული სპინი, მათ აქვს სპინი ერთიანი. ამათ გარდა არის მატერია, ისასგანაც ჩვენ უხეშად რო ვთქვათ შევდგებით რა. ეს არის. ეს მატერია იყოფა ეგრეთ წოდებულ ძლიერად ურთიერთქმედებად და მხოლოდ სუსტ ურთიერთქმედებად მატერიად, ეს ეგრეთ წოდებული კვარკები და ლეპტონები, ხო? ნუ კვარკებს სახელები აქვს თავისი, არის ზედა, up და down. მერე არის შემდეგი თაობა, C და S კვარკები. მერე არის top და bottom კვარკები, 3 თაობაა და ასევე ლეპტონებსაც აქვს 3 თაობა. ელექტრონი, ელექტრონული ნეიტრინო, მერე ეგრეთ წოდებული μ მეზონი, მეზონური ნეიტრინო, მერე ეგრეთ წოდებული tau ლეპტონი და შესაბამის ნეიტრინო. ეს არის იმ ელემენტარული ნაწილაკების ბიუჯეტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რასაც დაგვირგვები ვართ ექსპერიმენტზე. ეხლა აი ამ ელემენტარულ ნაწილაკებს სულ ყველას აი ამათ რაც მე ჩამოვწერე, ხო? მასა გააჩნია. ფოტონს მაგალითად, რომელიც არის ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გადამტანი, თქვენ იცით რომ მას უძრაობის მასა არ გააჩნია. ხო? სინათლის სიჩქარით მოძრაობა. ესენი არც ერთი არ მოძრაობენ სინათლის სიჩქარით. მათ გააჩნიათ მასა. ეხლა საკითხი არის შემდეგი, საიდან წარმოიშვა ეს მასა? რატომ? ხო? რატომ და ვიცით რატომაც? შემდეგი მიზეზის გამო. ეს მასა წარმოიშვა მის გამო, რომ ჩვენი სამყარო არ არის ცარიელი. ანუ სავსეა კონდენსატით. ნუ ეს კონდენსატი ეს ანალოგიით შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ, ტბარო წარმოიდგინოთ რა. ნუ თუ ოკეანე, რა ვიცი, რაცგან წარმოიდგინოთ. წყლით სავსე სამყარო წარმოიდგინეთ. ხო, წყალი კი არ არის სიამდვილეში, არის კონდენსატი. ზუსტ მაგრამ ეს კონდენსატი ზუსტად ისევე შეიქმნა, როგორც აი წყალი რო გამოკონდენსირდება. ხო? აი მაგალითად წყალ არაც რო ხდიან, ხო? რო დაკონდენსირდება. ნუ ასევე შეიქმნა ეს კონდენსატი. ეხლა რა ხდება? ამ კონდენსატს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვაკვირდებით, იმიტომ რომ ამ კონდენსატს აქვს ესეთი თვისება, რომ ის ყველა ათვლის სისტემიდან ერთნაირად მოჩანს. სადაც გინდა წამოდი, მაინც ერთნაირად ჩანს. ამიტომ არ ვიძინო ვერ ვხედავთ ისე მარტივად. მაგრამ ამ ელემენტარულ ნაწილაკებს მასა გააჩნიათ იმის გამო ზუსტად, რომ სამყარო სავსე ამ კონდენსატით. რატომ? იმიტომ ეს რო წარმოიდგინოთ რა, ნუ ეს ტბა რო წარმოიდგინოთ ამე რა, ხო? ამ ტბაში ნავი, ხო? მაგალითად აფკვარკი, ხო? ამ ნავს აქვს რაღაც ხახუნი ამ კონდენსატთან. და შესაბამისად მასა უჩნდება. ხა რაც უფრო ძლიერია ხახუნის ხვე, რაც უფრო ძლიერია ურთიერთქმედება აი ამ ნაწილაკის ამ კონდენსატთან, მით უფრო დიდია მასა. ანუ რა ხდება?
ეს თელი ნაწილაკები ვანაობენ აი ამ კონდენსატში. ანუ ჩვენ რა, ჩვენ ხომ მათგან შევდგებით. ამ კონდენსატში ვანაობენ და ეს კონდენსატი იწვევს იმას, რომ ჩვენ მასა გაგვაჩნია. რახან სივრცე არ არის ცარიელი, არამედ არის კონდენსატი. იმის და მიხედვით თუ რამდენად უფრო დიდია ეს ხახუნის კოეფიციენტი ამ კონდენსატთან, მით უფრო დიდია მასა ნაწილაკის. შესაბამისად ეს მასა იზრდება თაობებს შორის, ხო? ესე იგი ესენი უფრო მძიმეები ასე შემდეგ. ახლა სიამოვნებაში ჩვენ რისკანაც შევიგებთ, არის ძირითადად ეს პირველი თაობის ნაწილაკები. ამიტომ ამათი განხილვა არ არის აუცილებელი. ეს არის მასების წარმოშობა. ეს არის თეორია, ხო? ეხლა ამ კონდენსატს ქვია ჰიგსის კონდენსატი. ჰიგსის ველი, H დაღნიშნავენ, ხშირად. ანუ ველია, რომელიც ავსებს განსაკუთრებას. ეხლა როგორ შეიძლება ეს იდეა შემოწმდეს მეცნიერულად, ხო? ექსპერიმენტულად. ხო, საიდან ვიცით, რომ ეს კონდენსატი არსებობს, როგორ შეიძლება ამის დადგენა, რატო არ არის რაღაც მეტაფიზიკა? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკაში არის კანონები. ეს კანონები გვეუბნება, რომ შენ არ შეიძლება გქონდეს კონდენსატი ისეთი, რომ ამ კონდენსატს რო დაარტყავ, ამ კონდენსატში ტალღა არ გავრცელდეს. ესეთი რამე არ არსებობს. არ არსებობს ბუნებაში სუბსტანცია, რომელშიც ტალღები არ ვრცელდება. რაღაცა შეშფოთებები უნდა გავრცელდეს, ხო? ეს სუბსტანცია შეიძლება იყოს ძალიან მკვრივი, ძალიან ძლიერად ბმული, ასე შემდეგ, მაგრამ ტალღებს ვერ გაექცევა. შესაბამისად, ამ ჰიგსის კონდენსატშიც უნდა არსებობდეს ტალღები. ანუ ეს ტალღები გამოჩნდება როგორც ელემენტარული ნაწილაკები. ეხლა ერთ-ერთი ამოცანა, რასაც ეს ამაჩქარებელი აკეთებს, ცდილობს, რომ ტალღები გამოიწვიოს ამ კონდენსატში. ეხლა ეს კონდენსატი ძალიან მკვრივია. ამიტომ არის და ეს ტალღები ჩვენთან არ არის ძალიან ძლიერად გადაბმული. ამიტომ არის რომ წინა თაობის ამაჩქარებლებმა ეს ტალღები ვერ დაიჭირეს. ვერც კი აღაგზნეს, მაგრამ ამ ამაჩქარებელმა უნდა შეძლოს. ეს ვიცით. ანუ ის ფანჯარა, რასაც ეს ტალღები უნდა არსებობდეს, ვერ გაიქცევა ვერსად. ამ ამაჩქარებელმა უნდა შეძლოს. თქვათ, თუ ელექტრიმ გავიდოთ 10 წლეულები და ვერ ნახა, ხო ეს ტალღები. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტალურად გადასახედია აი ამ მასის წარმოშობა. სხვა შორის ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო იქნება. გაცილებით უფრო საინტერესო იქნება თეორეტიკოსებისთვის, ვიდრე რომ ეს აღმოჩნდეს. მაგრამ სიამოვნებაში ხა ამას ზოგად საზოგადოების ბაში პირიქით რეაქცია იქნება. ხო? დაუშვათ ერთი ეგ არის, ეს რასაც ველოდები. ამას გარდა, არის თელი კასკადი, თუ იქნება კიდე კითხვები, მასწავლებელი გავცე პასუხი. მაგალითად, ველოდებით ეს რაღაცებს როგორიც არის დამატებითი განზომილებების რაღაცა სიგნატურის გამოჩენა ამ ამაჩქარებელზე. ანუ რაღაც გარკვეული ტალღები დამატებითი განზომილებაში უნდა დაიკარგოს, მე უკან შემოვიდეს და გარკვეული პატერნით დაიშალოს. და ასევე ეგრეთ წოდებული მიკროშავხრელების დაბადებას ამაჩქარებელზე. ეს რაღაცებს ველოდები. ასე რომ ბოლოდინები ბევრი გვაქვს. ნახოთ რა გამოვა. კარგი. თუ რამე კიდე ან მაგალითად შეიძლება იყოს ესე რომ მოგეჩვენოთ რომ რაღაცა კითხოს ბოლომდე არ გავეცი პასუხი და უფრო გინდათ რომ გააღრმავოთ ან ის არ მოგერიდოთ. ეს ჰიგსის კონდენსატი ის ნივთიერება ის არის რაც იწვევს მე ჰოკინგის ნათებას შავი ხვრელებიდან? არა. ჰიგსის კონდენსატის ჰოკინგის ნათებასთან პირდაპირ კავშირი არა. ჰიგსის კონდენსატი არსებობს ყოველგვარი ჰოკინგის ნათების გარეშე და გრავიტაცია რომც არ არსებობდეს ეს ჰიგსის კონდენსატი თავისთავად არსებობს. ჰოკინგის ნათებას რაც შეეხება კითხვა იყო ჰოკინგის გამოსხივაზე, ანუ ჰოკინგის გამოსხივება. ეს შეეხება ეგრეთ წოდებულ შავხრელებს. შავხრელები რა არის? ეს არის ძალიან ძლიერად გრავიტირებადი ობიექტები, რომლებიც პირველ მიახლოებაში, იმიტომ რომ ისინი ძალიან ძლიერად გრავიტირებენ, არის აბსოლუტურად შავი. შავხრელი საიდან წარმოიშობა? აი მაგალითად თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ობიექტი, ძნელი იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ შეგუმშოთ. ისე რომ ისი მასა იგივე დარჩეს და ზომა შემცირდეს, ხო? ესე მაგალითად დედამიწას თუ ავიღებ და შევგუმშავ რა, დაახლოებით 1 სანტიმეტრამდე. ამის იქით დედამიწა გახდება შავი 1 სანტიმეტრის ხელა შავი ხვრელი. რა თქმა უნდა, გრავიტაციული ველი ამ 1 სანტიმეტრის ობიექტის, ამ 1 სანტიმეტრის ობიექტს მასა ექნება დედამიწის მასის ხელა, გრავიტაციული ველი ექნება წარმოუდგენლად ძლიერი. იმდენად ძლიერი, რომ სინათლესაც კი არ შეუძლია იქიდან გამოაღწიოს. ამიტომ არის ეს ხვრელი შავი. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ზუსტად იმ მიზეზის გამო რომ შავხრელი არის აბსოლუტურად შავი პირველ მიახლოებაში მეორე მიახლოებაში უნდა იყოს უნდა ასხივებდეს ეს ზოგადი ბუნების კანონია სხვათა შორის ესე იგი ეს არის ბუნების კანონი რომელიც გეუბნებათ რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შექმნით აბსოლუტურად შავ ობიექტს და როცა ობიექტს აბსოლუტურად გააშავებთ ის ობიექტი დაიწყებს ნათებას ნათებას გამოსხივებას ხილულ სპექტრი ხილულში არ იქნება რა თქმა უნდა შეიძლება მაგრამ
მაგრამ გამოსხივებას. აი შავხრელისაც ეგეთი თვისება აქვს. ეს შავხრელის ნათება მით უფრო სუსტია. გამოსხივება მით უფრო სუსტია, რაც უფრო დიდია შავხრელი. რაც უფრო პატარა, უფრო ძლიერია. იმდენად რომ სულ ყველაზე პატარა შავხრელი უბრალოდ ფეთქდება. ანუ ყველაზე პატარა შავხრელებს შორის და ელემენტარულ ნაწილაკებს შორის განსხვავება ფაქტიურად აღარ არის. აი ის რასაც ჩვენ ველოდებით ამაჩქარებელზე. დაახლოებით ეგეთი თვისებების მატარებელი იქნება. ეს იქნება ძალიან პატარა შავხრელები, რომლებიც ძალიან სწრაფად აფეთქდება. ნუ დაახლოებით ჰოკინგის რადიაცია, მაგრამ ვიას უკვე ჰოკინგისას ვეღარც კი დააარქვენ. იმდენად ძლიერია. ხო გაკეთე. ხდება რომ ვაკუუმი ეს არის სიცარიელი, ხო? და ეს სიცარიელი ხო რაღაცისგან შეიძლება შედგებოდეს. აი ფიქსის კონდენსატი ხო თქვი? ვაკუუმი არ არის რა სიცარიელი. ანუ ამისგან შედგება ვაკუუმი. ვაკუუმი არ არის სიცარიელი. ფიზიკოსისთვის ვაკუუმი ეს არ არის სიცარიელი სივრცე. სიცარიელი სივრცე არის ნუ ყოველდღიურ მიახლოებაში, ჩვენთვის ვაკუუმი რა, ხო? ვაკუუმი ეს არის როგორც წესი სისტემის ძირითადი მდგომარეობა. ანუ ეს არის მდგომარეობა, რომლის ქვემოთაც ვეღარ ჩახვალ. ანუ სისტემას იმის ქვემოთ ენერგია აღარ აქვს რა, ვერ ჩავა. ის ვაკუუმი თავისთავად არ არის როგორც ცარიელი სივრცე არ არის. უბრალოდ ეს არის სივრცე, ეს მაგრამ თვისება აქვს ესეთი ჩვენ ვაკუუმის ყოველ შემთხვევაში ესეთი გამოდის, რომ ძალიან კარგ მიახლოებაში ჩვენი ვაკუუმი ისეთია, რომ საშუალებას გვაძლევს, რომ ცხოვრობდეთ თითქმის ევკლიდურ სივრცეში. ანუ ძალიან არ გვამრუდებს. მაგრამ ისე ვიცით, რომ ევკლიდური სივრცეში არ ცხოვრობთ. რატომ? იმიტომ რომ აი ეს ბოლო 2 დეკადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კოსმოლოგიაში იყო ის, რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება აჩქარებულად. ეხლა ვიწყებთ აჩქარებულად გაფართოვებას. ეს იმას ნიშნავს, რომ აი იგივე ეტაპში შევდივართ, აი რაც ვახსენე ეს ინფლაციური პერიოდი. ოღონდ გაცილებით უფრო პატარა ხაბლის პარამეტრით. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სივრცის ვაკუუმის ენერგია 70 დაახლოებით 70% მოსულია ვაკუუმის ენერგიაზე. ანუ ეგრეთ წოდებულ ბნელ ენერგიაზე. ასე რომ ეს აბსოლუტურად არ არის სწორი, რომ ვაკუუმი ეს მაინც და მაინც სარიელი სივრცეა. შეიძლება და ყოფილიყო ის, რომ ვაკუუმი ყოფილიყო უბრალოდ სარიელი სივრცე. უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ესე არ არის. დღეს ზუსტად მაგაზე ხომ მუშაობენ, რომ ანუ მოდელი არის შექმნილი შავი ენერგიის და შავი მატერიის ამბავი. კი, არის. ჩვენ ვერ ხედავთ ანუ მაგაზე იქნება. ხო, აი ეს რაც ვახსენე, ესე იგი დღევანდელი მოდელით ესე დავხატოთ რა. მოგეთ. ესე რომ ავიღოთ. ტორტი რო დავხატო რა ზემოდან. კოსმოსური ნამცხვარი ტორტი რა ვიცი. წარმოიდგინეთ რომ ეს ტორტი არის მთლიანი ბიუჯეტი ენერგიის, რაც სამყაროშია დღეს. ენერგიის სიმკვრივის ბიუჯეტი. ეხლა ენერგიის სიმკვრივზე როცა ვლაპარაკობ, მე არ ვლაპარაკობ ამ ოთახში და ასე შემდეგ. მე ვლაპარაკობ გასაშუალებულ ძალიან დიდ მანძილებზე რა. ეხლა ეს აგიტა რისგან შედგება ეს ჩვენი ბიუჯეტი ენერგეტიკული? ნუ არის ძალიან პატარა პროცენტი არის რადიაციის. იმდენად პატარა რომ აღარ ვიცი როგორ დავხატო და დავანებებ იმას თავს. ესე იგი არის რადიაცია, ძალიან პატარა. შემდეგ არის დაახლოებით 30%, რომელიც ასევე არ ვიცი როგორ დავხატო. 30% იქნება დაახლოებით მე ნუ 30% ეს რა არის? დაახლოებით რაღაც ეგეთია რა. Mercedes-ის ნაგები. რაღაც ეგეთია. მოსულა? ეს არის რაც იქცევა როგორც მატერია. უხეშად რო ვთქვა, რაც იქცევა როგორც მტვერი. მტვერი, როცა შეხედავთ დიდ მასშტაბებიდან. ანუ მაგალითად პლანეტებიც აქ შედის. ხო, გასაგებია ხო პლანეტა თავისთავად თუ ძალიან შორტენ შევხედავ როგორც მტვერია, ხო, გაბნეული. ესე იგი აქ შედის პლანეტები, ხილული მატერია, ყველაფერი რაც შევხედავთ და ყველაფერი ის რაც იქცევა როგორც მტვერი. ეხლა ეს მტვერი არის დაახლოებით 30%. მაგრამ ამ მტვერში აი რაც შედის, ამ რომელსაც ქვია მატერია, აღმოჩნდა რომ ხილული მატერია ის რასაც ჩვენ ვხედავთ, ისგან ჩვენ შედგებით, მხოლოდ არის პატარა პროცენტი. ძირითადად აი ეს ობიექტი არის რაღაცა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამას ქვია შავი მატერია. დავარქმევ ესე. შავხრელები შეიძლება იყოს
შავი მატერია შეიძლება იყოს შავხრელები, მაგრამ მაინც აუცილებელია რომ მარტო შავხრელები იყოს. კანდიდატი რაღაცა ნაწილაკები არსებობს. ანუ ეს არის რაღაცა რასაც ჩვენ პირდაპირ ვერ ვხედავთ. ანუ ეს არის რაღაცა სხვა სექტორი, რომელიც ჩვენ სამყაროში არსებობს პარალელურად, ჩვენს პარალელურად, მაგრამ არ არის სტანდარტული მატერია. მაგრამ ყველაზე დიდი კომპონენტი არის ეგრეთ წოდებული ბნელი ენერგია. ეხლა რა განსხვავებაა ამას და ამას შორის? ეხლა ჩემთან ეგაა. ეგეთი რამე ცხოვრებაში არ მომწვია რომ ლექციას შემეტანოს მობილური, მაგრამ ეს ლექცია არ არის, ამიტომ არ ამუშავებს. ეხლა შავი ენერგიას რა არის მახასიათებელი? შავი ენერგიის მახასიათებელი შემდეგ ეს არის ენერგიის ფორმა, რომელსაც გაუხშოება არ მოსდის. ესე იგი ენერგიის სიმკვრივე არ იცვლება. როგორც გინდა გაწელეს სამყარო, შეკუმშე, ამის სიმკვრივე არის მუდმივი. ანუ ვაკუუმის ტიპის ენერგია. ვაკუუმს აქვს ეგეთ თვისება, ვაკუუმის ენერგიას, რომ რაც გინდა გაწელე, რაც გინდა უქენი, ის მუდმივია, კონსტანტაა. ესე იგი ეს არის დომინანტური ენერგიის წვლილი. ეხლა საიდან ვიცით რომ ეს არსებობს? ეს დომინანტური ენერგიის წვლილი. გაზომვებიდან. ეს დამტკიცებული ფაქტია. ხო? ამაში ეჭვი არ ესაღერებება. რომ ეს კომპონენტი არსებობს. გაზომვებიდან ვიცით. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა კანონებს ემორჩილება სამყაროს გაფართოება, მე ვზომავ სხვადასხვა მონაცემებს. ნუ ეს გამოიკვეთა. ეხლა რა ხდება? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ამას ბნელი ენერგია ქვია, dark energy, ხო? ესე დავარქვა. ეხლა ეს რადიაცია. ეხლა ეს განსაზღვრავს სამყაროს მომავალსაც ასევე. იმიტომ რომ ეს კომპონენტი თუ მართლა მუდმივია, ხო? მაშინ ჩვენი სამყაროს მომავალი არის პრინციპში გამარტივებულია. პრინციპში არასახარბიელო მიმართულებით. იმიტომ რომ თუ ეს კომპონენტი მართლა ვაკუუმის ენერგია, მაშინ ჩვენი მომავალი არის ესეთი, რომ ძალიან დიდი ხნის მერე ფაქტიურად დავრჩებით მარტო, აი ამ ხაბლის ჰორიზონტის შიგნით. ანუ ვერასოდეს ვერანაირ ინფორმაციას აი ამ 10 ხარისხად 28 სანტიმეტრის სფეროს მიღმადან ვერ მივიღებთ. და ვიქნებით ამ სივრცეში. ნუ ჩვენ უახლოეს მეზობლებთან ერთად. მაგრამ ეს არ არის ცნობილი. ესე იგი ეს არ ვიცი, შეიძლება ეს ენერგიის ფორმა, როგორც ვაკუუმის ენერგია გამოიყურება დღეს, მაგრამ შემდგომში შეიძლება ნელ-ნელა დაიშალოს. და მაგ შემთხვევაში მომავალი სხვა არის. ეს რაც შეეხება ბნელ ენერგიას და ბნელ მატერიას. ბნელი მატერიას ასევე მიმდინარეობს კვლევები თუ რა არის ეს ბნელი მატერიის წყარო. ანუ რა ნაწილაკი, მაგალითად ერთ-ერთი ამოცანა ამაჩქარებელზე LHC-ზე არის რომ ზოგიერთ თეორია წინასწარმეტყველებს რომ ეს ნაწილაკი უნდა დამზერილი იქნას ამაჩქარებელზე. და შეიძლება მაშინ დამზერილი იქნას. ბატონო? უკაცრავ. შემდეგი. აი ამაჩქარებელში ეს ჰიგსის ნაწილაკი ვერ იპოვა, რამე სხვა თეორია არის რომ ჩაანაცვლოს ეს იდეა და აღწეროს სამყარო. ან კი, იდეები არის გარკვეული მიმართულებით იდეები, რომ მოკლედ სიტუაცია არის შემდეგი, რომ ის რომ მაგალითად ესეთი იმის ალბათობა, აი მაგალითად ესე კითხვა დავსვათ რა. შეიძლება თუ არა რომ ჰიგსის ტალღები ჰიგსის ნაწილაკები არ გამოჩნდეს და საერთოდ არც არაფერი არ გამოჩნდეს. არანაირი შეშფოთება, რაღაცა არანაირი ნაწილაკის მაგვარი ობიექტი, რაღაც რეზონანსი ვერ ვიპოვოთ. ეგ გამორიცხულია. ანუ გამორიცხულია, რომ იმ მასშტაბს მივადგეთ ჩვენ და იქ საბსტრუქტურა არ გამოჩნდეს. ეგ გამორიცხულია იმ მიზეზის გამო, რომ ამ ჰიგსის ნაწილაკს რაღაც დატვირთვა აქვს თეორიაში. იმიტომ ვიცით რომ არსებობს. დატვირთვა არის ეგრეთ წოდებული, ნუ ტერმინს ვიტყვი ახლა, ეგრეთ წოდებული უნიტარობის აღდგენა, ანუ უნიტარიზაცია, მაგრამ ადამიანის ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გინდა თქვენ რომ გქონდეთ თეორია, რომელიც გეუბნებათ, რომ ალბათობების ჯამი უნდა იყოს ერთიანი, ანუ თეორიას გქონდეს აზრი, ხო? ახლა თეორია თუ გეუბნებათ, რომ ალბათობების ჯამი ერთი არ არის, ნუ იმას აზრი არ აქვს და ნუ ეგეთი უაზრო თეორიები ძალიან ბევრი შეიძლება შევქმნათ. აზრიანები ცოტაა. მაგისტრის არის ჰიგსის ნაწილაკი საჭირო. ნუ მაშინ ის უნდა ჩაანაცვლოს რაღაცამ, რაც თავის თავზე აიღებს ამ ალბათობის ერთიანად აღდგენას. ესეთი იდეები არის. კი, ნუ
ჩვენს ადვოკატიზაციას უკეთებთ ეგეთი იდეებს, ასე ვთქვათ, გარკვეული მიმართულებით. მაგრამ ნუ ყველაზე ესეთი ყველაზე ასე ვთქვათ, ჯერ ერთი ხანგრძლივი და მე კიდე დროის მიერ მოცემული ესე გამოცდილი იდეა ეს არის ჯერჯერობით. ეგ იდეები შედარებით ახალია. ამიტომ უბრალოდ არ ქონდა საზოგადოებას იმის საშუალება და მაგ იდეებზე დიდი ხანი ემუშავა. ეს ამაჩქარებელი იქნება 10 ხალისხად -17 სანტიმეტრი, ხო? -17. და რაღაცას ველოდებით და სიტყვაზე წინ გავიცეთ და დაუშვათ რომ შეიქმნა რაღაც ამაჩქარებელი რომელიც 10 ხალისხად -28 ხალისხად სანტიმეტრს ჩავაკეთებს. სამაშველობა პრობლემა გადაჭრას საფონდში დაბადების პირდაპირ დაკვირვება გავაკეთო სამყაროს ანუ სინგულარობის პრობლემა რო გადაჭრას? სინგულარობის პრობლემას ალბათ ვერ გადაჭრის. მაგრამ ეხლა ეგ სინგულარობის პრობლემას ეგ ამაჩქარებელი გადაჭრის თუ არა დამოკიდებულია იმაზე თუ რა არის ის ენერგიები რომელზეც უნდა სინგულარობას მივარკვათ. ჩვენ ეგ ზუსტად არ ვიცით, ხო? ჩვენ ვიცით რომ სინგულარობას ამ თეორიების ფარგლებში სინგულარობა არსებობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავადოთ მარტო ზედაზღვარი, რომლის იქითაც სინგულარობა ვერ გაიქცევა ვერსა. ეგეთი ზედაზღვარი არის 10 ხარისხად 28 სანტიმეტრი კი არა, ეს არის 10 ხარისხად -33 სანტიმეტრი. აი რო გქონდეს ამაჩქარებელი, რომელიც 10 ხარისხად -33 სანტიმეტრზე ჩაიხედავდა, ხო? მაშინ მე თქვენ დღეს გეტყოდით სრულიად დაგმუნებული, რომ ესეთი ამაჩქარებელი გადაჭრიდა სინგულარობის პრობლემას. დავინახავდით რა არის სინგულარობის მიზეზი. იმიტომ რომ 10 ხარისხად 33 სანტიმეტრი ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბია, რომელიც არის აბსოლუტური ზღვარი მანძილზე. მაგაზე პატარა მანძილებს საერთოდ აზრი არ აქვს. ეგ არის ეგრეთ წოდებული პლანკის მანძილი. და მაგაზე პატარა მანძილს აზრი არ აქვს. რატო არ აქვს მაგაზე პატარა მანძილს აზრი? გეტყვით. ძალიან საინტერესოა შემდეგი მიზეზის გამო. გრავიტაციის გამო. რა ხდება? ესეთი კითხვა დავსვათ მოდით რა. რომ წარმოვიდგინეთ რომ ჩვენი ცივილიზაცია გახდა, ძალიან განვითარებული. თუ სულ უფრო და უფრო კაი ამაჩქარებლებს ვიგონებთ, მიკროსკოპებს ასე შემდეგ. რა არის ის აბსოლუტური ზღვარი? ან არის თუ არა ზღვარი იმ მანძილებსის, სადაც ჩვენ პრინციპში ჩახედვა შეგვიძლია. გრავიტაცია რო არ არსებობდეს, ესეთი ზღვარი არ იქნებოდა. რატო? იმიტომ რომ საერთოდ ეს ბუნებაში მოქმედებს ეგრეთ წოდებული ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპის კანონი, რომელიც გვეუბნება რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ავაგოთ მიკროსკოპი, რომელიც გარჩევის უნარიანობას მომცემს მანძილი L-ის, ხო? უნდა დავხარჯო ენერგია, ამ კონცენტრაცია უნდა გავუკეთო ენერგიას. აი ამ მანძილში, რომელიც იქნება დაახლოებით სულ ცოტა ერთი გაყოფილი L-ის ხელა, შებრუნებული. ხო? ну პრაქტიკაში უფრო მეტი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ზედაზღვარი. და რა ხდება? თუ გრავიტაცია არ აქვს, ხო? მაშინ პრობლემა არ არის. ну უბრალოდ თანხები დამჭირდება, ფინანსები, ამ ენერგიას მოუყრით თავს და ბოლოს გავუკეთებ კონცენტრაციას. ამიტომ ისეთ წარმოსახვით სამყაროში, სადაც გრავიტაცია არ არის, ნებისმიერ ცივილიზაციის შევეცნების უნარს ზღვარი არ აქვს. მაგრამ რახან არსებობს გრავიტაცია და არის აბსოლუტური ზღვარი. რატო? იმიტომ რომ შავხრელი წარმოიშობა ბოლო-ბოლო. რა ხდება? თუ მე შევეცდები რომ ამაზე იქით ჩავიხედო, მაშინ თუ პლანკის მასშტაბზე უფრო იქით შევეცდები ჩავიხედო, ეს არის პლანკის სიგრძე, რომელიც არის დაახლოებით 10 ხარისხად -33 სანტიმეტრი. მოხდება ის, რომ იმაზე მეტი ენერგია უნდა ჩავდო აი მოცემულობაში. რაც შესაბამისი შავხრელის მასაზე მეტია. მაშინ რა ხდება, რომ სინამდვილეში ხდება ესე რაღაც, რომ შავხრელს წარმოიშობა, რომელიც იზრდება. პირიქით. ესე იგი, გრავიტაციას აქ ესე თვისება, რომ ძალიან მაღალ ენერგიებზე უკან გვაგდებს. ეს არის აბსოლუტური ზღვარი. ეხლა რა ხდება? ეს აბსოლუტური ზღვარი სხვათა შორის მიუთითებს იქითკენაც, რომ ეს სინგულარობის პრობლემა რაღაცა აზრით თითიდან გამოწვეულია. იმიტომ რომ თეორია გეუბნება, რომ არის ეს ზღვარი და თეორია კი არა, პრაქტიკა გეუბნება, რომ არის აბსოლუტური ზღვარი, იმის იქით ვერ წახო. მაგალითად, ეს იგივეა, ასევე ეს არის ასევე ასეთივე ზღვარი არსებობს ინფორმაციის შენახვაზე. აი მაგალითად, ნებისმიერი ინფორმაცია ღირს ენერგია. ინფორმაციას ვერ შენახვა ენერგიის გარეშე. შეუძლებელია. ხო? მე რომ ერთი ბიტი ინფორმაციის ღირს ენერგია. აი მაგალითად, დავსვათ კითხვა რა, ერთი ბიტი მინდა შევინახო ინფორმაციის. რა არის უმოკლესი მანძილი, სადაც შემიძლია ინფორმაციის ერთი ბიტი ჩავდო? აი ეს არის. ამაზე პატარა მანძილზე ინფორმაციას ვერ შევინახავ. მაგალითად, ეს ავტომატურად გვეუბნება, რომ არსებობს აბსოლუტური ზღვარი ინფორმაციის შენახვაზეც.
ну მაგალითად ადამიანის ტვინზე შეგვიძლია გადავიტანოთ. ადამიანის ტვინი არ ვიცი რა. ზუსტად არ ვიცი, მაგის ექსპერტი არ ვარ, დაახლოებით მე მითხრეს, რომ 100 გიგაბიტია ჩვენი ოპერაციული მეხსიერება. მაშინ აიღეთ და გამრავლეთ ეს 100 გიგაბიტი რო დავსვა ესეც საკითხი, რომ რა არის იმ ტვინის უმცირესი ტვინის ზომა, რომელსაც შეიძლება 100 გიგაბიტი შეინახოს, ხო? დაახლოებით გამოდის 10^30 სანტიმეტრი. -30 სანტიმეტრი. ანუ, ესე იგი, ადამიანის ტვინი უბრალოდ უბრალოდ გრავიტაციის არსებობის გამო ვერ იქნებოდა მაგაზე პატარა. ну, თუ გვინდა რომ იგივე ინფორმაცია შევინახო. ну, სიამოვნებით პრაქტიკაში ცხადია, გაცილებით დიდია, იმიტომ რომ სხვა ქიმიური პროცესები უნდა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მომენტი არის. ესე იგი, აბსოლუტური ზღვარია. ამაზე მეცაც გეტყვი, ის ფაქტი, რომ ჩვენ ცხოვრობთ დღეს სამყაროში, რომელიც კოსმოსური ჰორიზონტი გააჩნია, ხო? ეს ასევე გვაძლევს ჩვენ ზღვარს იმ ბიტების რაოდენობაზე, რომელიც ჩვენთვის არსებობს ამ სამყაროში. ეს სასრულია. ანუ ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის სასრული. ეხლა ეს რას ნიშნავს ფილოსოფიურად? მე არ ვიცი. რაღაცას ნიშნავს. მაგრამ რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც სასრული პროგრამა ვართ, თუ როგორ არის სიტუაცია. მაგრამ ეს ფაქტია, რასაც გრავიტაცია გვეუბნება. ну, რა თქმა უნდა, ბიტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ წარმოუდგენლად დიდია. ცხადია, ეს პრაქტიკული პრობლემა არ არის არავისთვის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენი ინფორმაციის ბიუჯეტი არის შეზღუდული, ეს ფაქტია. მაგალითად, დაუშვათ ატომში დონეები დაკვანტულია და ასე შემდეგ, ხო? ანუ დისკრეტიზაცია ძალიან ფართო ცნებაა. რა თქმა უნდა, ის რომ ბევრი მოვლენას მოსდის, კვანტიზაცია მოსდის. ანუ დაკვანტულია სიტუაცია, ეს ვიცით ისედაც. ბევრი მოვლენას მოსდის ეგრე, ხო? მაგრამ აქ დისკრეტიზაციას ლაპარაკი არის აბსოლუტურ ზღვარზე. ეს არის აბსოლუტური ზღვარი, რომელიც იქითაც ეს დამოუკიდებელი ემაზე, რამდენად განვითარებულია ცივილიზაცია, რამდენად განვითარებულია ტექნოლოგია და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი ზღვარი ინფორმაციის შენახვის. იმის იქით უბრალოდ ინფორმაციას, ლოკალიზირება შეუძლებელია ინფორმაციას. კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტებთ, არის თუ არა შესაძლებელი ჩვენ სამყარო წარმოვიდგინოთ რაღაც გრიდის სახით, რომელსაც იდეოლოგიურად ეკავა აცილეთ ტაკის ზომა. ხო. და ანუ იდეოლოგიაში წერეთ პრობლემები და ერთ ხო, მაგას ქვია ეგრეთ წოდებული ჰოლოგრაფიული აღწერა სამყაროსი. მაგრამ სიამოვნებაში აღმოჩნდა, რომ გრიდის ზომა კი არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ესე, რომ ეს იყოს გრიდი მოცულობაში. არამედ აღმოჩნდა, რომ სწორი აღწერა არის, როდესაც ინფორმაციის ერთეულს შეუსაბამებთ უჯრედს, ანუ ზედაპირის ერთეულს კოსმოლოგიურ ჰორიზონტზე. მაგით ქვია ჰოლოგრაფიული. ესე იგი, მოცულობის დისკრეტიზაცია კი არ ხდება, არამედ ხდება სივრცის დისკრეტიზაცია, და. კითხვა ეხება თქვენ ანალოგიას 10-17 სანტიმეტრზე დანახვის შემდგომ მიკროსკოპთან. არსებულ ამაშკარებს შევადაროთ, თქვა მონპელიეში ან არგონში, რომელიც მუშაობს უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ესე იგი, იმ მიკროსკოპების რა სიდიდის დანახვა შეიძლება, ესე იგი, კითხვა არის სხვადასხვა თქვა, რამდენად უფრო ძლიერი არის CERN-ის ამაშკარებელი უკვე არსებულები. კი, ბატონო, გეტყვით, ესე იგი, მაგალითად დავუშვათ დავუშვათ ფერმილაბის ამაჩქარებელი, წინათაობა, ხო? წინათაობის ამაჩქარებელი, ის მასშტაბი, რომელსაც წინათაობის ამაჩქარებელი არის დაახლოებით 10-ჯერ უფრო დიდი. ესე იგი, CERN-ის ამაჩქარებელი თუ არის 10-17, ну, ფერმილაბი არის დაახლოებით 10-ჯერ უფრო დიდი ზომა რა, მისი გარჩევის უნარიანობა. და ასე ну, სადღაც 10-16 დაახლოებით რა. შეიძლება კიდევ უფრო ის და ეხლა რაც შეეხება მაგალითად რა თქმა უნდა, სოფლიოში არის უამრავი ამაჩქარებელი და ის ამაჩქარებელს იმათმა განა აზრი დაკარგეს. ის სხვა ფუნქციას ემსახურება. მაგალითად, საკითხი რა არის, მაგალითად წარმოვიდგინეთ. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მიკროსკოპი, რომელიც ჩაიხედავს ძალიან მოკლე მანძილებზე, მაგრამ რაღაცა უხეში ინფორმაციას მოგაწვით მარტო. შეიძლება იყოს მიკროსკოპი, რომელიც დიდ მანძილებზე არის გარჩევის უნარი, მაგრამ გაცილებით კაი სტატისტიკა აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ თავისი CERN-მა კი არ გააუქმა ის ყველა ამაჩქარებელი. ისინი სხვა პროცესის სწავლობენ. კითხვა იყო, ესე იგი, სიახლე რომელიც სიახლე არის, შემოიტანა არის დაახლოებით 1 რიგი. 1 რიგით გაუმჯობესდა. დაახლოებით.
პარალელურ სამყაროსთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. აი, როდესაც პარალელურ სამყაროზე საუბარი, მე ასე წარმომიდგენია, რომ ეხლა აქ რაც მიმდინარეობს პროცესები და მოვლენები, პარალელურ სამყაროში პარალელურად მიმდინარეობს რაღაც პროცესები და მოვლენები. აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ჩვენ სამყაროში როდესაც ხდება რაღაც ორი მოვლენა, აი სხვადასხვა ათლის სისტემებში შეიძლება ეს სხვადასხვა თანმიმდევრობით მოხდეს. მაგრამ რაღაც ფორმულებით არის მათ შორის კავშირი. და აი გაგიძლიათ გასაგებია რომ თქვათ რომ არის სხვა სამყარო, მაგრამ რამდენად აზრი აქვს იმ კითხვის დასმას, რომ აი ამ მომენტში არსებობს თუ არა რაღაც პარალელური სამყარო. იმ მაშინ, როდესაც არანაირი აზრობრივი კავშირი აქაურ დროსა და აი ამ დროს შორის და იმ პარალელურ სამყაროში არსებულ დროს შორის არ არსებობს. და არც ფიზიკური კავშირი. ხო, ძალიან კარგი კითხვა. კითხვა არის იმის თაობაზე, რომ ჯეგეთ რას ნიშნავს პარალელური სამყარო. ეხლა და მე კიდე რა შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აი ჩვენ რო აქ ავართ, ეხლა იმ პარალელურ სამყაროში რაღაცა ხდება. ეხლა რა არის? ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რას ვეძახით ჩვენ პარალელურ სამყაროს. ხალხი სხვა აზრებს ხომ ამ გამოთქმაში. არსებობს ეგრეთ წოდებული, ნაკლებად ეგზოტიკური პარალელური სამყაროები, დაუშვათ ისეთები, რომელიც აი მრავალგანზომილებიანი თეორიიდან გამომდინარეობს, რომ მაგალითად შეიძლება იყოს ჩვენ ცხოვრობთ რაღაც ზედაპირზე და ჩვენს პარალელურად შეიძლება მეორე ზედაპირი იყოს ასეთივე სამგანზომილებიანი და უბრალოდ გაყოფილი ვართ დამატებითი განზომილებით. ეხლა ეს გაცილებით ნაკლებად ეგზოტიკური სიტუაციაა. და ამაში არაფერი რევოლუციური ისეთი არ არის. არა, რევოლუციური რა თქმა უნდა არის, მაგრამ ისეთი არ არის არაფერი. რატო? იმიტომ რომ ეს ორი სამყარო სინამდვილეში იზიარებს გრავიტაციულ ურთიერთქმედებას. და დამკვირვებელი მაგალითად ერთ სამყაროში ხედავს მეორე დამკვირვებელს როგორც შავ მატერიას. მაგალითად, აი შავი მატერია რაც არის ჩვენ გალაქტიკაში, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს მატერია, ჩვენნაირი ტიპის მატერია, რომელიც ცხოვრობს მეზობელ მემბრანაზე. და გაყოფილი ვართ გრავიტაციულ უბრალოდ დამატებითი განზომილებით. რატო არ არის ეს ეგზოტიკური? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად თამამად ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იმ პარალელურ სამყაროში ასევე რაღაცა ხდება, იმიტომ რომ საათი, იმიტომ რომ გრავიტაცია გვაქვს საერთოდ და შეგვიძლია საათის სინქრონიზაცია გავაკეთოთ. ეხლა ეს არ იყო თქვენი კითხვის საგანი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სინამდვილეში პარალელური სამყარო კი არა გვაქვს, არამედ პარალელური სოფლიო, ასე ვთქვათ, თუ რაღაც ეგეთი. იმიტომ რომ სამყარო მაინც ის არის, რასაც საერთო აქვს ყველაფერი გრავიტაციის ჩათვლით. ეხლა, როცა ხალხი ლაპარაკობს პარალელურ სამყაროებზე, ეს არის სამყაროები, რომლებთან ჩვენ პრინციპულად არ შეიძლება გქონდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული და ეს საერთოდ არის მეცნიერული ფანტასტიკის თემა, რომ ესეთი სამყარო პრინციპში CERN-ში ამაჩქარებელზე შეიძლება დაიბადოს. რას ნიშნავს ახლა ეს? რომ CERN-ში შეიძლება ამაჩქარებელზე დაიბადოს ესეთი სამყარო. აი მაგის მოდელზე ავწეროთ სიტუაცია, ხო? აი როგორ? აი მოდელირება გავუკეთოთ, რა წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ერთი ხაზი, ეს არის ჩვენი სივრცე. ხო? და აქ ცხოვრობ ჩვენ რა. ეხლა მე ამ სივრცეში ვაჯახებ ორ ნაწილაკს, აი მაგალითად CERN-ის ამაჩქარებელს სიტყვას დავუშვათ, ხო? ამ ორმა ნაწილაკმა შეიძლება ეს ისნერად შეაშფოთოს ეს სივრცე, რომ ეს უბანი ამ სივრცის ააგდოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო სამყარო, აი როდესაც მე ვახსენე ეს ინფლაციური პერიოდი. გასაგებია, ხო? ესე იგი ლოკალურად შეგვიძლია ესეთი უბანი შევქმნათ, ინფლაციური. რა ხდება? რა მოუვა აი ამ უბანს? ეს უბანი დაიწყოს ინფლირებას, გაფართოებას. აქ აბსოლუტურად ლეგიტიმური სამყარო შეიძლება წარმოიშვას. ზუსტად ისეთივე, როგორც ჩვენი. რა თქმა უნდა, ადრეულ ისტორიაში. ახლა გარედან ჩვენ რა დავინახავთ? არც არაფერს არ დავინახავთ. გარედან დავინახავთ, რომ წარმოიშვა რაღაც შავი ხვრელის მაგარი ტიპის ობიექტი, ლოკალური, არაფერი კავშირი სამყაროსთან არ აქვს იმას. მე დაიშალა. როდესაც ეს ობიექტი დაიშლება, რა მოხდება? ამ დროს აბსოლუტურად მოწყდება ეს სამყარო ჩვენსას და ჩვენ აქ დავინახავთ რაღაც დაშლის პროდუქტებს, მაგრამ ეს სამყარო გააგზავნეს ლეგიტიმურ, აბსოლუტურ ლეგიტიმურ არსებობას და გაფართოვდება ექსპონენციალურად სწრაფად. გახდება შეუძლია გახდეს უზარმაზარი, რაგინც დიდი და მოგწდეს. ამათ ესეთ სახელიც ქვია, ამათ ქვია ეს შვილი სამყაროები, baby universe. ეხლა საკითხი იმაშია, საქმე იმაშია, რომ არ არსებობს მათემატიკურად კოორდინატთა სისტემა,
რომელიც აი ამ ობიექტს გადაფარავდა. ანუ აუცილებლად ნებისმიერ ვარიანტში მე თუ მინდა რომ რაღაცა წერილი გაუგზავნო ვინმე სამსამყაროს შიგნით, გადაულახავ წინააღმდეგობას დავაწყდები. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ამ სამყაროსებს შორის არანაირი ინფორმაციის გაცვლა პრინციპულად შეუძლებელია. რადგან ინფორმაციის გაცვლა არის პრინციპულად შეუძლებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად იმის თქმასაც რომ ეხლა მე როცა ვიზახი ეხლა, ხო? რომ სადღაც რაღაცა ხდება. ეს პრინციპში მაინც გულისხმობს იმას, რომ რაღაცნაირად ჩემი საათის სინქრონიზირება იმათთან შეიძლება მოხდეს. უშუალოდ თუ არა რაღაცა და კანონი მაინც ვიცოდი, როგორ გადავთარგმნო ჩემი დრო იმათთვის. აქ ესეთი რამე პრინციპულად შეუძლებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ კითხვის დასმას ეხლა ამ სამყაროს აღარ მიესადაგება. იმიტომ რომ არ არსებობს არაფერი ეტალონი, რაზეც ჩვენ შეიძლება რომელდრისმე შევთანხმდეთ ან ინფორმაცია გავცვალოთ. ანუ ეს არის თვით ჩაკეტილი სამყარო, ჩვენთვის ვარ დედელი თავისთვის არის. ეხლა ხალხი ცდილობს გაიგოს. ეხლა სიამოვნებაში ჩვენ შეიძლება ვცხოვროთ, არაფერი ამაში არაფერი კიდევ ვიძახი, არანაირი მეცნიერული ფანტასტიკა არ არის. ეს შეიძლება იყოს რეალობა, რომ ჩვენ ცხოვრობდეთ ესეთ მეგა ვერსში თუ რაღაცას ასეც ეძახიან, რომელიც ესეთ უსასრულო რაოდენობა ესეთ ქვესამყაროებს შეიცავს. და ანუ ხალხი ცდილობს გაიგოს რას ნიშნავს ეს, აი საერთოდ რა არის, რანაირად უნდა გავითვალისწინოთ, საერთოდ უნდა გავითვალისწინოთ კი მათი არსებობა თუ ასე შემდეგ. აი მაგალითად უნდა გავითვალისწინოთ თუ არა მათი არსებობა და როგორ ავწონოთ მათი კუთრი წონა დაუშვათ სხვა პროცესების ალბათობის გამოთვლაში. არ ვიცი, მაგალითად სიცოცხლის წარმოშობაში დედამიწაზე ან ჩვენი სამყაროს შიგნით და ასე შემდეგ. გახსნილი კითხვებია, მაგრამ ნუ ერთი რამე ვიცით, წყალ დროს ეს მაგ კითხვის დასმას, რომ აი ეხლა იქ რამე ხდება თუ არა, ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენ რასაც ხედავთ გარედან. ჩვენთვის დაიბადება რეზონანსი, დაიშლება. აბსოლუტურად პროზაული სიტუაცია იქნება ნორმალური. ამ დროს შეიძლება ჩვენ საყვარელ დავყოთ. ეხლა რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, შეიძლება ჩვენს ესე მოვდივართ საიდანაც და არანაირად გამორიცხული არ არის. იმ ინფლაციურმა პერიოდმა, რომელიც მე მოხდა, ყველანაირი მეხსიერება წაშალდა. საერთოდ ხალხი ფიქრობს ამ მიმართულებითაც, აი შეიძლება თუ არა რომ ვიყოთ ისე გაგვიმართლა, რომ ეს პერიოდი იყოს სასრული და მე ეს ინფლაციური პერიოდი რაღაცა კუთს მოუკრათ თვალი იმისი, რომ ასეთი ტუნელირების შედეგად ვარ დაბადებულები. ამაზე ფიქრობს ხალხი. არა, ის პრინციპულად იმის, ჯერგედი დროის მე როგორც თქვი, საერთოდ დროის და სივრცის უსასრულო მცირე ინტერვალზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. არის მინიმალური დრო და მინიმალური სივრცე, იმიტომ რომ ნებისმიერ დაკვირვებას რაღაცა მინიმალური დრო ჭირდება, სანამ იმას დეტექტირებას მოახდენ იმ ინფორმაციას. ის დაბადება ამ ობიექტის ხდება როგორც კვანტური პროცესი. უბრალოდ არ იყო და არის. შეუძლებელია ჩახედვა. ვერანაირ ჩახედვას და იქიდან რაღაც გამოიტანო, ეგეთ რამე არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში აი ეს ჩახედვა არანაირი განსხვავებული არ იქნება იმისგან, რომ ანალოგიურად რაღაც ნაწილაკის დაბადებაში ჩაიხედო. ვაჟა, რამდენი დრო გვაქვს? როგორ არის საქმე? კითხვები აღარ აქვს. არა, კითხვები კი აქვს. ხო. მე უსხო პლანეტელები თუ არსებობენ, დაინტერესებათ ამოვიდეს. თქვენ რა, მე მგონი უსხო პლანეტები თუ არსებობენ? ანუ გონებრივად განვითარებული ჩვენ საერთოდ თუ რასნი თუ უბრალოდ სიცოცხლის ფორმა? რა ვიცი. სიცოცხლის, ახლა უბრალოდ თვალზე სიცოცხლის სხვაგან არსებობს. მოდი ჩვენთან ახლა გავსაუბროთ. ახლა მე როგორ გითხარით? ჯერგედი ჩვენი ხილური სამყაროს შიგნით რამდენი ტიპის, მაქრო კვლევა მიმდინარეობს. ხო, არის ექსტრატერესტრიალ იმას, რა ვიცი, სიცოცხლის ფორმებს ხალხი ცდილობს, რომ დააკვირდეს. მათი არსებობის რამე ნიშანი დაინახოს. იმიტომ ცდილობენ, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის და ალბათ საკმაოდ დიდი. ეხლა თქვენ თუ იმას მეკითხებით, რომ რა არის იმის ალბათობა, რომ ჩვენი ხილური სამყაროს დიაპაზონში რაიმე სხვა სიცოცხლის ფორმა არსებობდეს, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ახლოა ერთთან. სადღაც რო არსებობდეს სიცოცხლის ფორმა. ეხლა თუ უფრო დააკონკრეტებდეთ, იტყვით, რომ მაგალითად რა არის იმის ალბათობა, რომ ეს სიცოცხლის ფორმა იყოს მოაზროვნე ამავე ჩვენივე არსებობის დროის არსებობის დიაპაზონში, რაღაცნაირად ცივილიზაციის გადაკვეთა ხდებოდეს.
ნუ მაგის ალბათობა უფრო პატარაა, მაგრამ ალბათ ეგეც არ არის ძალიან პატარა, იმიტომ რომ იმდენად დიდია ჩვენი ხელოვნური სამყაროს რადიუსი, რომ დიდია. ეხლა კიდევ უფრო თუ დააკონკრეტებთ, თქვათ ესეთი, რომ აი რა არის იმის შანსი, რომ ესეთ ცივილიზაციასთან ჩვენ კონტაქტში მოვიდეთ. ნუ აქ უკვე საქმე ცოტა ცუდად არის, იმიტომ რომ ეს ამისათვის რომ ეს შეაფასოთ, უნდა იცოდეთ რაღაც გარკვეული პარამეტრების მთელი წყება. ხო? ესე იგი, ანუ ის თუ რა არის ამ ჩვენ მახლობლობაში, რა არის ჯერ ეგერთი სად არის პლანეტები, რომლებიც ჩვენ არის სიცოცხლისთვის არის მისაღები, შემდეგ რა ბედი მოელის ჩვენ ცივილიზაციას, რა არის ცივილიზაციის არსებობის ხანა. ზოგი საერთოდ თulis რომ ცივილიზაციის არსებობის ხანა საკმაოდ პატარაა კოსმოსურ სკალაზე. წარმოიშობა ცივილიზაცია და მერე თვით დესტრუქციას აკეთებს. შეიძლება ესეც იყოს. თუ ცივილიზაცია შემდეგ წარმოიშობა და ვითარდება იგივე ტემპით, ნუ გასაგებია რომ ძალიან დიდი განსხვავება იქნება იმ ცივილიზაციებს შორისაც კი, ვინც განვითარება დაიწყეს რაღაც ასე შემდეგ რა უამრავი კითხვა მაგდაგვარ. ნუ ეგ მეცნიერული კვლევის საგანია. და ნუ ახლა მაკროური როგორ არის სიტუაცია რომ გვაქვს თუ არა შანსი რომ ვინმესთან კონტაქტში შევიდეთ და მე კიდე როდით დამთავრდება ეს კონტაქტი ჩვენთვის ეს ძალკე ამბავია. იქ იყო კიდე ერთი შეკითხვა უკან. არაფრისგან სამყაროს შექმნას როცა იძახიან, ხო? ხო. ვეთანხმები არა, მე ეს მიმაჩნია მეცნიერულად გამართულ აზრად. და თუ არ ვიცი შეიქმნა სამყაროში ჩვენ რატომ შექმნია რაღაც არაფრისგან შექმნა რაღაცა. ხო, არაფერზე ჩვენ. არა, მე ხო აგერ ვიძახდი რომ შეიძლება ჩვენ შექმნათ მეტი რაღაც. არაფერზე ჩვენ ის არა, ასკვეთ ჩვენები ვართ. როდესაც ჩვენ არა. ძალიან კაი კითხვაა. მოდი თერა გავყოთ მაგ ლოგიკას, ხო? მე როდესაც მე ვლაპარაკობ, ჯერ გავყოთ იმას, რას ნიშნავს არაფრისგან სამყაროს შექმნა. არაფრისგან სამყაროს შექმნა ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც შემდეგი პოსტულატია, ასე ვთქვათ, დაფუძნებულია შემდეგი ჰიპოთეზას, რომ შეიძლება მოხდეს რაღაცა არაფერი, რას ნიშნავს არაფერი? ეს არაფერი არის რაღაცა მდგომარეობა, ხო? რომელიც დღეს მაგალითად ვიცით მათემატიკურად როგორ დაახლოებით როგორ ავხსენოთ. ეს მდგომარეობას ამას ვეძახით ჩვენ არაფერს. რატო ვეძახით არაფერს? იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში ენერგია იყო 0, ხო? მახასიათებლები ის რაც ჩვენ სამყაროს აქვს არ იყო, მაგრამ ეს მდგომარეობა არსებობს. ეხლა მე ჰიპოთეზა ნიშნავს რომ არსებობს არანულოვანი ალბათობა ამ მდგომარეობიდან გადასვლისა რაღაცა საწყის მდგომარეობაში, რომელსაც უკვე შეგვიძლია ჩვენ დავარქმათ სამყაროს რაღაცა უბანი. ეს ამას ნიშნავს. ეხლა ეს თავისთავად შემდეგ თელ კასკადს ბადებს კითხვებს. მაგალითად, როგორია ამ გადასვლის ალბათობა? მეორე მხრივ, თუ ეს ალბათობა შეიძლება ძალიან პატარა იყოს, მაგრამ თუ იმ მდგომარეობაში დროც კი არ არის განმარტებული, ხო? რას ნიშნავს ის რომ პატარა ალბათობაა? საერთოდ რა ხდება? როდესაც მე მაგალითად ალბათობაზე ვლაპარაკობ, ხო? ნუ მაგალითად ნიშნავს რომ თუ რაღაცას პატარა ალბათობა აქვს, მე მომიძებს დიდხანს რომ ველოდო, რომ ის მოხდეს, ხო? მაგრამ თუ დრო არ არის ჩემთვის, ცნება არ არსებობს ესეთი, რას ნიშნავს საერთოდ რომ რაღაცას პატარა ალბათობა აქვს, ხო? ჩემთვის რა, დრო არ ამაქვს და არ არსებობს და ესე იგი რა, ფაქტურად ხდება. ასე შემდეგ. ამიტომ ამ პროცესის მახასიათებლები წესიერ შესწავლილი და გააზრებული არ არის, ნუ გასაგებ მიზეზების გამო. ეს ამას გულისხმობს ეგ პოსტულატი, რომ სამყაროს დაბადებას არაფერსგან. გასაგებია, ხო? ეხლა თქვენ შეგვიძლია დასვათ ესეთი კითხვა, რომ ჩვენ შეგვიძლია კი არა, შეგვიძლია თქვათ, რომ მაგალითად რა არის იმის ალბათობა, რომ გამუდმებით ხდება ესეთი სამყაროების დაბადება არაფრიდან. ხო? ლეგიტიმური კითხვაა. მაგრამ შეიძლება ხდება მათი დაბადება, მაგრამ თუ ისინი ჩვენთან მიზეზშედეგობრივ კავშირში არ არიან, შესაბამისად ჩვენთვის ისინი არ არსებობენ, როგორც ეს ბუშტი, რომელიც დავხატე რა. კი ბატონო, შეიძლება ესეთი რამეც ხდება სულ. ანუ ფაქტურად სულსაც ვერ იტყვი, იმიტომ რომ თუ რახან ჩვენთვის დრო სხვადასხვაა, ესე იგი იმასაც ვერ ვცეთ ფაქტს. ანუ რაღაცნაირი სხვა აღწერა გვჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღრმა კითხვებია და ძალიან კარგი ამაზე თუ ახალგაზრდები იფიქრებენ, მაგრამ რა თქმა უნდა ამაზე რომ იფიქრო, ჯერ რაღაც ბაზისი გჭირდება. პირდაპირ ამაზე ფიქრს თუ დაიწყებ, შორს ვერ წავალთ. რაღაც მომზადება გვჭირდება, ჯერ ადამიანმა უნდა შეისწავლოს ის რაც ცნობილია და მერე გადავიდეს ესეთ ტიპის კითხვებზე. აი
ანუ ჩვენ ვიცით რომ ყველაზე ორგანიზებილებიანი რაღაც არსება, ვერავინ ხომს 300 მილიონს სულ ხომ? ახლა ასეთი რაღაცა აქედან ჩვენ ეგ არ ვიცით, ორგანიზებილებიანი არსებები ჩვენთვის საერთოდ არ არსებობენ. უბრალოდ მოთხოვნა. ხო, ანუ შავთვალთ რომ ვერავინ ხომ ისე როგორც ვარ. და თან კიდევ ვიცი რომ ადამიანს ამ რაღაცა ველი, რომელიც აიხსნება რელიგიური სული, ხო და ასე რომ გავყვეთ და როდესაც ადამიანი ფიზიკურად წყვეტს ცხოვრებას. ეგ ძალიან გავედით ახლა ჩვენ. ხო, არა, სადაც ხომ მიდიოდეს ეს სული და არ შეიძლება ეს ველი და არ შეიძლება რომ რაღაცა დამტკიცებული განზომილება იყოს და თუნდაც ესენი იქნებიან მოქცეულები. ეხლა ჩვენ გადავედით, ეხლა თქვენი კითხვის განმავლობაში ხო რამდენიმე ისეთი ეტაპი გაიარეთ ახლა თქვენ უკვე. რაც საკამათოა. არა, საკამათოზე არ არის, ჯერვაში დაკონკრეტება საჭირო, საერთოდ რას ნიშნავს. კითხვა რომ დავსვათ მეცნიერებებს, მეცნიერების იდეა რა არის, რომ მეცნიერება ეს არის უნივერსალური ენა. და კითხვის დასმასაც კი უნივერსალური ენა ჭირდება. ხო, ეხლა თქვენ მითხარით ეს ცნობილია რომ ადამიანს აქვს ველიო, რომელიც სულ შეესაბამება. ვისთვისაა ცნობილი? არა, ცნობილი არ არის, დაუშვათ მეთქი, რომ დაუშვათ, ეს უკვე დაშვებაა. ხო, ანუ კარგი, ერთი დაშვება გავაკეთეთ, რომ არსებობს ველი. კარგით, მაშინ გეკითხებით, რა ველი არის ამ დაშვების თანახმად? ხელსაწყოთი შემიძლია გავზომო? არა, კარგი. ხელსაწყოთი არის ზომო. როგორ შემიძლია გავზომო? რამენაირად შემიძლია გავზომო? ანუ ადამიანის ველი აქვს საერთოდ? არა, რას ელექტრომაგნიტური ველი ხადია აქვს და გრავიტაციულიც გვაქვს, ჩვენ გრავიტირებთ და ასე შემდეგ. მაშინ საიდან აქვს ეს? რომელი ველი? ანუ აი ეს ელექტრომაგნიტური. ელექტრომაგნიტური არის, იმიტომ ჩვენ შევდგებით ნაწილაკებისგან, რომელსაც გააჩნიათ ელექტრული მუხტი და შესაბამისად, ისინი მოძრაობენ, ზოგი უძრავენ, ასე შემდეგ, ზოგი დიპოლურია, ზოგი ასე შემდეგ, ქიმიური პროცესები ჩვენში ქმნის ამ ხო, აი ეს შემიძლია ვთქვათ, როგორც სული ადამიანი. არა, ეს არ არის სული, ეს ვიცით რაც არის, ხო? ჩვენი ის ფაქტი, რომ ჩვენ ვქნით ელექტრომაგნიტურ ველს, ეს არის აბსოლუტურად ობიექტური, რეალური ველი, ხო? რასაც თქვენ თუ იმის კითხვა გინდათ, თქვენ თუ გინდათ, რომ იმის კითხვა დასვათ, რომ ამ ველის მიხედვით თუ რაღაცნაირად შეიძლება ჩვენი ცნობიერებისთან დაკავშირება, ეს ცალკე კითხვაა. ეს მეცნიერული ცალკე კითხვაა. მაგ კითხვაზე პასუხი ცალსახად ცნობილი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ანუ ფაქტობრივად დავუშვათ მე გეტყვით, აი მაგალითად მეცნიერულად საერთოდ არ არის დღესდღეობით, რამდენადაც მე ვიცი, ყოველ შემთხვევაში ფიზიკოსისთვის, აი რას ნიშნავს ცნობიერება? ბოლომდე გაგებული ეგეც არ არის, ხო? რას ნიშნავს ჩვენ რო ცნობიერება გვაქვს? ხო? აი რას ნიშნავს ცნობიერება? დავუშვათ. ამიტომ ახლა შეიძლება ესეთი კითხვები, აი მაგალითად დაკავშირება ჩვენ ცნობიერებასთან ну, ჩვენში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს, სხვადასხვა ფიზიკურ პროცესებს და ასე შემდეგ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური მეცნიერული კითხვაა, რომელსაც შეიძლება მეცნიერულად დაისვას და მეცნიერულად შეისწავლოს. გასაგებია, ხო? ეხლა არსებობს კითხვები, რომლებიც ისეა დასმული, რომ მათი მეცნიერული შესწავლა პრინციპში გამორიცხულია. იმიტომ რომ კითხვაა თავისთავად არ მეცნიერულად დასმული. გესმით, ხო? ამიტომ ჩვენ რომ მეცნიერულად რაღაცას პასუხი გავსვათ, ჯერ კითხვა უნდა დაისვას მეცნიერულად. ამიტომ ვსულობდი ახლა ის თქვენი კითხვაზე გავსულიყავი ბოლომდე, ხო? რაში მდგომარეობს კითხვა? ანუ ზუსტად აი სულის ჩვენ რაც გვაქვს ჩვენ ცნობიერებაში სული რაც არის, ხო? ზოგადად გვესმის რა. ანუ თქვენ ამის აღსნა შეგვიძლია ჩვენ ზოგადად. ხო, მაგრამ ხო დავსვათ მე ჯერ კითხვა. ანუ თქვენი ძახით რომ სული ეს დაკავშირებულია ის რასაც თქვენ სულს უძახით ეს ცნობიერებაა ავტომატურად. კი. თქვენ ესე გავმართეთ ეს სული. ხო, მაშინ დავედით ცნობიერებაზე. ეხლა მეცნიერისთვის ცნობიერება ეს რაღაცა ობიექტური ფიზიკური პროცესია. თუ ქიმიური, თუ ბიოლოგიური რაც იქნება, ხო? ცნობიერება. ხო, რაღაცა პროცესია. ეხლა საკითხი არის, შეიძლება ამ პროცესის გაგება მეცნიერული მეთოდებით, დღესდღეობით არსებულით. ხო? აი როგორ წარმოიშობა ჩვენს ტვინში ცნობიერება და საერთოდ რას ნიშნავს, რომ ჩვენ ცნობიერება გვაქვს, ხო? ასე შემდეგ. ნუ ძალიან კაი კითხვაა. ეს მე ვიცი რომ ამაზე ხალხი ფიქრობს და შესწავლის საგანია. ჩემი სპეციალობა არ არის უშუალო, მაგრამ ეს აბსოლუტურად მეცნიერული კითხვაა. თუ ასე ვსვავთ კითხვას, ხო? რომ ასე იგი რას ნიშნავს, აი როგორ შეიძლება როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ტვინი, საერთოდ, აი როგორ ცნობიერება რას ნიშნავს. ის რომ ის მაგალითად როგორ ხდება მეხსიერება, მისი გადამუშავება და ასე შემდეგ, ხო? ეს თავის შესწავლის საგანია, საერთოდ თელი მიმართულებაა, ხო? კარგი, კიდე რაღაც და მე უნდა დავიშალოთ. ჩემი არ არის ექსპერიმენტი, მაგას ნუ ის ექსპერიმენტი. ხო, გოლაიდეს ექსპერიმენტი. საშიშროებები თუ არსებობს? არა, კაცობრიობისთვის და არავის ლოკალურადაც კი არ არსებობს საშიშროება. ნუ შეიძლება რა თქმა უნდა ნებისმიერ, როდესაც ესეთი დონის დანადგარი
მუშაობს ესეთი ტექნოლოგია, ანუ იქ რა თქმა უნდა ხარვეზები არ არის გამორიცხული. შეიძლება რაღაცა გაუმართავობა ან ავარია რაღაც ლოკალური მოხდეს, მაგრამ ეს კაცობრიობისთვის არაფერი. აბსოლუტურად და არც არა გლობალური არაფერი გამორიცხული. ეს რიგით ჩამოვყოთ აი შემდეგი. რაღაც ინფორმაციის მიღებას უნდა რაღაც მილიარდი წელი, ხო? ნუ თუ საკმაოდ შორს არის, ხო? თუ საკმაოდ შორს არის, ხო? ანუ შემიძლია დავუსვათ, რომ ჩვენ ცხოვრობთ წარსულში და რა ო ჩვენ რაღაც აზრით ის ინფორმაცია რაც ჩვენამდე მოდის, იმას მოაქვს წარსული სურათი. რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი წარსული და ანუ ეს არის ვინაიდან სინციალის დაჭირდა ჩვენამდე მოსულიყო 13 მილიარდი წელი, ის სურათი ის არის ის სამყარო სურათი, ეს არის 13 მილიარდი წლის ასაკის. დროზე მაქვს კითხვა, დროში ხო იცვლება მატერია შემოღულიყო ანუ ის და მაგრამ დროს როდესაც ის გაზომა ხო შეგვიძლია ისევ ამ რაღაც ისის გადაადგილებით და ასე შემდეგ. ან რაღაცას ვატარებთ ხო? და ხო შეიძლება რომ პირიქით მატერიის ცვლილების გამო შემოვიღეთ დრო რომ უბრალოდ აღწეროთ მატერიის ცვლილება და ანუ რეალურად რო არსებობს თქვა როგორც მასა. რომ მასასაც ხო ზომავს სიგრძესაც, მაგრამ დრო როგორც ასეთ რეალურად. ხელმოსაჭიდი ხო არ არის და ხო შეიძლება რომ არ არსებობს. არა, შეიძლება ჩვენ რაც ვიცით არის შემდეგი. ყოველ შემთხვევაში ფიზიკის თვალსაზრისით არის შემდეგი. რომ არსებობს სისტემა, ამ სისტემას აქვს რაღაც მდგომარეობების წყება. ეს ამ წყებას თქვენ შეგიძლიათ პარამეტრიზირება გაუკეთოთ რაღაცა პარამეტრით. მე დაარქვათ იმ პარამეტრს t. ხო? და მე ვთქვათ რომ ეს არის დრო. მე ეს პარამეტრი გაზომოთ რაღაცა ეტალონური პროცესი. ანუ ერთ-ერთი თანაფარდობა გააკეთეთ ამ პარამეტრს და ამ ეტალონურ პროცესს შორის. მორჩა და გათავდა. ეგ არის რაც შეეხება ფიზიკური პროცესში დროის გაზომვას. ეხლა როგორც გინდათ ისე შეხედეთ. თუ გინდა გადაავარქვათ ამათ ადგილები და ვთქვათ რომ ეს იმიტომ ზომა რომ არსებობს თავმიმდევრობა, თუ გინდათ სხვანაირად ეხლა მთელი იდეა ეგ არის ამ ინტერპრეტაციას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი არის ეგ რომ არსებობს ძალსახა თანაფარდობა ამ პარამეტრს და რაღაც ეტალონურ პროცესს შორის. მაგალითად თქვენი საათის ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე შეკითხვა მქონდა. აი დროის არსებობის პირობა საერთოდ შეგვიძლია ესე ვთქვათ რაიმე. ანუ რას ნიშნავს დროის არსებობა? დრო იარსებობს არის რამე წინაპირობა არის ხო ამბობთ რომ სინგულარობამდე დრო არ არსებობდა. თქვენი ძახით რომ შეიძლება თუ არა გავმართოთ რაღაცნაირი სამყარო, სადაც დრო არ იქნება. არა, განმარტება შეიძლება რა თქმა უნდა. სტატიკური მაგრამ ევკლიდის სივრცე, ევკლიდის სამყარო არის ეგეთი. ევკლიდის სივრცეში დრო არ არის, ხო? არის 4 კოორდინატი, 3 კოორდინატი და ეგ არის. კი ბატონო, ესეთი სივრცე თავისთავად არსებობს, მაგრამ ნუ იქ დროის ნება არ არის. ანუ მოწესრიგებული იქ არ დინამიური პროცესი არ ხდება რა. ყველაფერი არის სტატიკური. ჩვენი სამყარო უსასრულოა, ან უსასრულოა? ჩვენი სამყარო უსასრულოა, ესე იგი უსასრულოა თქვენ ძახით კოორდინატულად უსასრულოა, ხო? ესე იგი კოორდინატულად უსასრულოა თუ არა ჩვენი სამყარო ჩვენ არ ვიცით. შეიძლება იყოს უსასრულო, შეიძლება იყოს სასრული. ანუ იმ სამყაროს ის სეგმენტი, რასაც ჩვენ მიზეზ შედეგობრივ კავშირშია. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი ხედვის არეალი სასრულია. მაგრამ თვითონ ფიზიკურად უსასრულოა თუ არა არ ვიცით იმის იქით, ხო? მაგას იცით. არა, ეგ არ ვიცი და შეიძლება ვერცულადაც არ გავიგოთ. იმიტომ რომ თუ ჰორიზონტი გაიყინა ჩვენ და აღარ გავფართო იმის იქით აღარ გაფართოვდა ჰორიზონტი. მაშინ ის უბანი რომელიც ჩვენგან დაშორებულია უფრო დიდი, ყოველთვის მიზეზ შედეგობრივად დაუკავშირებელი იქნება. აი ორი ბოლო კითხვა და დავამთავრე. ხო. თავი დავიცვათ? არა, თავდაცვა რას ნიშნავს ახლა? ჩვენ თქვენ ხო თავდაცვას არ გვაქვს, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ შეგვიძლია თუ არა გრავიტაციის ეკრანირება. ხო, არ შეგვიძლია. პასუხი არის ამომწურავე პასუხია, რომ არ შეგვიძლია.
გრავიტაციას აქვს ეს უნივერსალური თვისება, რომ ყოველთვის მიზიდვაა. გამზიდავი გრავიტაცია არ არსებობს. შესაბამისად მის ეკრანირება შეუძლებელია. მეორე იყო. ანუ ფოტონი რატო არ ურთიერთქმედებს X-ის ველთან და თუ არ ურთიერთქმედებს მის სიჩქარე რატო ისაზღვრება? X-ის ველთან ფოტონი არ ურთიერთქმედებს X-ის ველთან, იმიტომ რომ X-ის ველი ელექტროდ ნეიტრალურია. ის კონდენსატი რაც არის, ის არის ელექტროდ ნეიტრალური. შესაბამისად ფოტონი რახან მუხტი არ არის. ხუთ ფოტონი ურთიერთქმედებს დამუხტულ ნაწილაკებთან. შესაბამისად ამიტომ არ ურთიერთქმედებს. და სიჩქარე რატო არ ისაზღვრება? სიჩქარე შემოსაზღვრულია, იმიტომ რომ ფარდობიტობის თეორიის თანახმად, რომელიც ძალიან კარგად არის შემოწმებული ექსპერიმენტულად და ასევე თეორიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაადგილების სიჩქარე უნდა იყოს სასრული. უნდა არსებობდეს ზღვრული სიჩქარე. სიგნალის გაცვლის. სხვანაირად მივიდოდით რაღაც ცოტა ისეთ პარადოქსებამდე. ასე გემოვნებია, თუ ეს ფოტონი არაფერთან არ ურთიერთქმედებს, მაშინ გაუშვებს, რომ თუნდაც ეს გადააჭეროს. ბუნების ამოსავალი პრინციპია ეგეთი. სხვანაირად იქნებოდა მოკლედ რაუშვი ესე შეგიძლიათ შეხედოთ. სხვანაირად თეორია არ იქნებოდა თვითშეთანხმებული. ახლა რას ნიშნავს თვითშეთანხმებული არ იქნება? თვითშეთანხმებული როცა არ არის რაღაცა, ის ნიშნავს რომ იქიდან შეგიძლიათ სისულელე მიიღოთ, ხო პარადოქსი მაგალითად. მაგალითად შეგიძლიათ იმოგზავროთ წარსულში, გადახვიდეთ წარსულში, მოკლათ ვიღაც თქვენი წინაპარი. არა, ეს იქნება თვითშეუთანხმებლობა. თვითშეუთანხმებლობა ნიშნავს რომ ესეთ კანონზომიერებას არსებობის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ ნებისმიერი რამე რასაც არსებობის უფლება აქვს, უნდა იყოს თვითშეთანხმებული. ეხლა ხალხი ფიქრობს მაგაზე რომ შეიძლება თუ არა ამას შემოუაროს გარედან. და გვერდი აუქციოს და არსებობდეს თეორიები, სადაც არის ზღვრული გადაადგილების სიჩქარე არის შემოსაზღვრული. ფიქრობენ ამაზე ხალხი. ჯერჯერობით არავის არ შემოუტანია რაიმე ესეთი ღირსშესანიშნავი ისეთი რომ აი დაიჯერებოდეს თეორიულად, მაგრამ სერიოზული ხალხი ფიქრობს ამასთან დაკავშირებით. კარგი, მე მოვჩერთ ამით. მე მიდამ